მე მგონი რომ ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებზე. შეგიძლია იგივენაირად რომ გააკრიტიკო ქართული ოცნება, როგორც გააკრიტიკე ოპოზიცია. დღემდე უცნობია 4 ოქტომბერს რაღაც დამხობა რო ხდება, ვისთვის კეთდება, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. როდესაც სიმართლეზე საუბრისას სხვისკენ იშვიათით საკუთარ სიმართლეებზეც უნდა ილაპარაკო ჯერ. თან ოპოზიციურად რო ითვლება ადამიანი, რომელიც გამოდის რომ ბიზნეს ფულით ებრძოდა. ბიზნეს იმაშვილი არის ერთპიროვნული მმართველი ამ ქვეყნის, რომელიც მმართველობის სისტემა ყოფილი პატრიოტი, რომელმაც აიწყვიტა. გაყალდაო მთელი ამბავი სქემები ასე ისეო და საჯარო დღემდე არ დევს არც ერთი მტკიცებულება. გარდა ამისა, კალანდარიშვილს თვითონ ხმაც მიცეს ამ ყველაფერთან და პოლიტიკური ლეგიტიმაცია მას მიცეს. ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაცი საქართველოს სამართავად არის თუ არ არის? არა, რომ მე ხომ და ვიცოდე ვის ვენდობი, ვის ვაძლევ ხმას, ან ვის გამოდივარ ქუჩაში. გამარჯობა, კამათობა მეორე სეზონით დაგიბრუნდათ მცირეხნიანი პაუზის შემდეგ და ჩვენ ისევ ვეცდებით, რომ ამ პოლიტიკური დებატების სერიაში შემოგთავაზოთ ისეთი დებატები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და შემდეგ მათი პოზიციების არგუმენტირებული მსჯელობით დაცვა მოწინააღმდეგის პირისპირ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს შინაარსობრივ და კონსტრუქციულ დიალოგში, ყოველგვარი შოუს დადგმის გარეშე. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში. მე ანა ყავლაშვილი ვარ და ჩვენ გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა გადის მისმინეს YouTube პლატფორმაზე ყოველ ორშაბათს 22 საათზე, სადაც შეგიძლიათ დაგვაფოლოვოთ, უფრო სწორად გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ და გამოგვყვეთ სხვა სოციალურ პლატფორმებზე, ეს არის Facebook, Instagram და TikTok. რაც შეეხება პირველ თემას, მეორე სეზონის პირველ თემად ავირჩიეთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საინტერესო საკითხი, ეს არის ქართული ოცნების დამარცხების გზები და გვაინტერესებს გავარკვიოთ, რომელი გზა არის მათ დასამარცხებლად უფრო ეფექტური და ტაქტიკურად სწორი, არის ეს რუსთაველის პროტესტი თუ არჩევნები და მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარტია გირჩიდან და ასევე გიორგი ახობაძე, ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი. შეგახსენებთ, რომ გიორგი იყო უკანონო პატიმრობაში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში და ის არის ერთ-ერთი იმათთაგანი იშვიათი გამონაკლისი სიდისის პატიმრებიდან, რომელიც გაანთავისუფლეს და ეხლა ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის. დიდ მადლობას გიხდით ორივე თქვენგანს ნდობისთვის, მოსვლისთვის და დროის დათმობისთვის. მინდა რომ ცოტა დრო მოგცეთ იმისთვის, რომ მაყურებელს გაეცნოთ და ასევე ძალიან მოკლედ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხილვასაც დღეს ვაპირებთ. გიორგი, შეგიძლიათ დაიწყოთ? ხო, მე გიორგი ახობაძე ვარ. გირჩმედი თავისუფლების წევრიც, მათ შორის ექიმთან ერთად. რაც შეეხება ამ თემას, რაზეც ვსაუბრობთ, ქართული ოცნების დამარცხების გზებზე. მე არ გამვიხილავ მათ როგორც რაღაც სტანდარტულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეიძლება არ მოწონდეს მოსახლეობას და მათი ნაწარმოები პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩემთვის ისინი იდენტიფიცირებულები არიან როგორც რუსული გავლენების გამტარი რეჟიმი ამ ქვეყანაში და მათ შორის სხვადასხვა ჩვენი პარტნიორის მიერ გაკეთებული როგორც სანქციების აქტის, ასევე სხვადასხვა განცხადებების მიხედვით მათ წევრები საკმაოდ მაღალჩინოსნები იდენტიფიცირებულები არიან როგორც ასე ვთქვათ, შტატიანი აგენტურა რუსული სპეცსამსახურების და მათი რიტორიკა, მათი პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, იქნება თუ საშინაო პოლიტიკა ერთ-ერთი თანხვედრაში არის იმასთან, რასაც პუტინი აკეთებს წლების მანძილზე რუსეთში. შესაბამისად, ისინი არ არიან ჩემთვის მხოლოდ ცუდი ქართული ხელისუფლება, ისინი ჩემთვის იდენტიფიცირდებიან როგორც საოკუპაციო რეჟიმი, შესაბამისად, ესე რაღაცა წყნარ და მშვიდ არჩევნებში ისე რომ აქეთ ამ მხრიდან სულ მინიმუმ წესებზე შეთანხმებაზე არ იყოს ძალიან ასე ვთქვათ, მწვავე მოთხოვნა და მიწოლა ამ ყველაფერზე მგონია რაღაცა კოლაბორაცია და სულ ცოტა ყველაზე სულკაც რომ შევაფასო რაღაცა შეცდომა, რომელშიც საკმაოდ ესეთი მსხვილი ხარდაჭერის მქონე პარტიული სუბიექტები არიან შესული. მადლობა, ალექსანდრე, თქვენც. სანდრო რაქვიაშვილი, გირჩის წევრი. ზოგადად მე მივიჩნევ, რომ ნებისმიერ რეჟიმში შეიძლება დაამარცხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების დამარცხების პრობლემა გადის იმაზე, რომ ქართული ოცნების ნარატივი
ცრუ ნარატივი, მაგრამ ხარისხიანი ცრუ ნარატივი, რომელიც გამყარებულია დიდი ფულით, ადამიანური რესურსით და ასე შემდეგ. ამ ცრუ ნარატივის ოპოზიციის დიდი ნაწილი უპირისპირებს ტყუილს და ცდილობს ტყუილი დაამარცხოს. და სანამ ტყუილის დამარცხება გინდა და როცა შენ ოპონენტს მეტი რესურსი აქვს, ყოველთვის დამარცხდები თავად. და ერთადერთი შანსი რომ ეს დააკომპენსირო დისბალანს რესურსების არის ლაპარაკობა სიმართლე. და აი ჩემი აზრით ჩვენ სიკეთ არათუ სიმართლეს ალაპარაკობთ, ცდილობაც კი არის ლაპარაკის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ სიმართლე ჩემი და თქვენი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკაში სიმართლე საბოლოო ჯამში დგინდება დისკუსიებით, დებატებით და აი ამას რო გაურბის მთელი პოლიტიკური სპექტრი და წლების მანძილზე საკვანძო საკითხები, რომელიც ზოგადად ეხება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც, გლობალურ საკითხებს, ამაზე არის არათუ რაღაც პოზიციები ზოგ შემთხვევაში ცნობილი, არამედ დისკუსია მინიმალური საუბარიც ჩატარებული. კარგი სიმპტომია იმის, რომ უბრალოდ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ის პარტიები, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი გააჩნიათ, ხომ ჩვენთან შედარებით შეიძლება ნაკლები და ქართულ ოცნებას, თავის სამორჩილოს ტყუილში აცხოვრებს. და უბრალოდ პირობითად ჩვენ შეიძლება მოგვერიონ ასე, იმიტომ რომ მეტი რესურსი აქვს და ტყუილი გაავრცელონ და ჩვენ ვერ გავუწიოთ წინააღმდეგობა, მაგრამ აი ქართულ ოცნებას, რომელსაც 1000-ჯერ და შეიძლება 10000-ჯერ მეტი რესურსი გააჩნია. ტყუილით ვერ დაამარცხა და მე მგონი საბოლოო ჯამში ქართული ოცნების დამარცხების გზა გადის სიმართლის ლაპარაკზე, არა მეთოდზე, იმიტომ რომ არჩევნების ზოგადად უფრო ეფექტიანი გზა არის ვიდრე რევოლუცია, ანუ ქუჩის პროტესტი, მაგრამ ისიც შეიძლება გააკეთო, ისიც გააკეთო, მაგრამ ყველა შემთხვევაში შენ გჭირდება უმრავლესობის ხარდაჭერა, პასიური თუ აქტიური. და ის რომ მოიპოვო, ჯერ უნდა სიმართლე ილაპარაკო. სხვა შემთხვევაში ყოველთვის დამარცხდება. მე იმედი მაქვს, რომ რაც აქ გაჟღერდა, ის გაჟღერდება თქვენს პირველ საუბარშიც, 5 წუთიან რეჟიმში, როცა გადავერთვებით და უფრო კარგად დამკაფიოდ იქნება ახსნილი, რაც გულისხმობთ თქვენს საუბარში. შევახსენებთ წესებს, დამაყურებელსაც შევახსენებ ამ წესებს, ჩვენ გვექნება 4 ბლოკი სულ სადებატოდ. ეს არის პირველი, როგორც წეღან თქვი 5 წუთიანი რეჟიმი, სადაც თქვენს დრო იქნება თავიდან ბოლომდე თქვენი და არავინ არ ჩაგეჭრებათ საუბარში. შემდეგ გადავალთ 20 წუთიან დროის რეგლამენტზე, რომელშიც უშუალოდ შეგნით არ გვექნება დაწესებული დროით შეზღუდვა, გვექნება დიალოგის რეჟიმში საუბარი, სადაც შეიძლება მეც ჩავერთო თუ იქნება ამის საჭიროება. შემდეგ გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი წამყვანის მხრიდან, თამაში გაჟღერებული მოსაზრებების შესაბამისად ვეცდები, რომ საინტერესო კითხვები მოვიფიქრო, რაც დამებადება უშუალოდ პროცესში და თქვენ გექნებათ 5 წუთი ამაზე საპასუხოდ და ბოლოს გვექნება 2 წუთიანი შეჯამება თქვენი მხრიდან, სადაც შეეცდებით, რომ შეაჯამოთ თქვენი პოზიციაც და ასევე დღეს გამართული დებატების მთლიანი შინაარსიც. შევახსენებთ, რომ გადაცემა არ გადის ლაივ რეჟიმში, მაგრამ შინაარსობრივად არ დამუშავდება მხოლოდ ტექნიკურად, შესაბამისად, რაც აქ ითქმის, ყველაფერი იქნება საჯარო. იმას თუ ვინ დაიწყებს კამათელი გადაწყვეტს და შეგიძლიათ გააკოროთ. 1 სანდრო გირჩევნიათ, მგონი რომ დაგიძახოთ და სანდრო და მე ძალიან მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ამ თემას, ალბათ არ სჭირდება დიდი მიმოხილვა, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რაც ალბათ გვაფიქრებს ყველა ადამიანს, ვისაც გვინდა რომ ქართული ოცნება დამარცხდეს, ყველას სხვადასხვა გზა აქვს ამისთვის, მაგრამ ფაქტი რაც არის ის, რომ უკვე 280 დღეზე მეტია რუსთაველის პროტესტი აქტიურად მიმდინარეობს, ფაქტი არის ის, რომ არჩევნები იმართება ოქტომბერს, მხარეს აქვს ერთი მხარე ფიქრობს, რომ არჩევნებით შესაძლებელია ქართული ოცნების დამარცხება და მისთვის საფრთხის შექმნა, მეორე მხარე ფიქრობს, რომ კონკრეტულად 20 დღეს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციით შეიძლება ამ საქმის გაკეთება. აქვე აღნიშნა, რომ დღეს ამ გადაცემის ჩაწერამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც არის ამ იდეის ალბათ ერთ-ერთი ორგანიზატორი, არის დაჭერილი, რაც ალბათ ასევე შეიძლება რამეს გვეუბნებოდეს და ალბათ ესეც გაჟღერდება ჩვენს დღევანდელ დებატებში. მოკლედ ალტერნატივა როგორც მინიმუმ გვაქვს 2. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დებატებით გავერკვევით უკეთესად, რომელი ალტერნატივა არის უფრო ტაქტიკურად სწორი. სანდრო, შეგიძლიათ დაიწყოთ. მადლობა. მე როგორც თქვი, თავი პრობლემა რომ ეს ოპოზიციურ მხარეს არის ის, რომ უდიდესი ნაწილი ოპოზიციური ფანგისა თავის ნარატივში ტყუილზე დგას. და უბრალოდ მაგალითთვის აი შორს ვარ წავიდეთ, ერთი ბოლო 1 წლის მაგალითად რომ რამდენი ტყუილი იყო საბოლოოში ამა თუ იმ ფორმით გაჟღერებული და არც ერთი მათგანი არ გახდა დისკუსიის საკითხი. დავიწყება შორიდან ქარტი არ იყო პრეზიდენტის და აჟიტირდა მთელი ოპოზიციის პარტიები, გავარდა ხელს აწერდნენ მთელი ამბავი და ერთი
დისკუსია არ იყო, რა სისულელები ეწერა იქ, დაწყებული თუ სასამართლო რეფორმიდან რაღაცა ის სულ არადეკვატურობა იყო დამთავრებული, თვითონ პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომებიც რო არ იყო აღიარებული, ისეთი რაღაცები იყო იქ მოთხოვნილი. ხელი მოაწეს დაავიწყეს და მეტი ამას არ დაბრუნებულა არავინ. მერე იყო ჯო ვილსონობა, მეგობარი აქტი მიიღეს. გვაზე იმის, რომ უკვე მივიღეთ, რა ერთი კომიტეტი რო გაიარა ისე, ჩაფლავდა, არანაირი შანსი არ ჰქონდა მიღების და ხალხი ისე ტყუილში აცხოვრეს, რომ დღემდე ხალხს გონია, რომ ეხლა რომ მეგობარ აქტზე ლაპარაკობენ, ის მეგობარი აქტი არა და ეს სხვა კანონია, რომელიც ახლიდან დაინიცირეს, რომელიც არაფერი კავშირი არ აქვს იმ მეგობარ აქტთან, სახელი და არ აქვს ერთ და იგივე. და ისიც ვერ მიიღეს საბოლოო ჯამში, მიუხედავად ისე ორჯერ აზეიმეს ამ მეგობარი აქტის მიღება, თან მეორე აქტში ხო ნამდვილად არაფრის მნიშვნელოვანი არ ეწერა პირველისგან განსხვავებით. მერე იყო გვარამიას პარტიის რაღაც საარჩევნო კამპანია, სადაც მილიონები დაიხარჯა და ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ვიცი, ბიზნესმენშვილი დემოკრატიკაცია, თავის ოპონენტებს მილიონებს ახარჯინებს, არანაირი პრობლემა არის, ჩემი შვილის ბარათი რამდენი ლარია ის ანტიკორუფციულმა და გვარამიას პარტიას 60-70,000 რო ქეში შეაქვს და კითხვები არავის არ უჩნდება. ნუ რაღაც პერიოდი გაატარეს, მაგრამ როცა საქმე დადგა, მელია რომ ჩვენ გავპრესეთ და ვერ გვიპასუხა საიდან მოწმენე. ლელომ იგივე გაკითხა ვერ უპასუხეს. გახარიამ რომ კითხა საიდან ფულიო ვერ უპასუხეს და ნაცებმა რო თქვეს რომ ბოლოს საიდან ფულიო და ვერ უპასუხეს და თან ოპოზიციურად რო ითვლება ადამიანი რომელიც გამოდის რომ ბიზნეს ფულით ებრძოდა და ეს არ იყო განხილვის საკითხი და ამაზე საჯარო პასუხები არ იყო გაცემული. მე იყო გაყალბებული კვლევები და ის რა ქვია exit poll-ები. შორს ვარ წავიდეთ შალომნათოს 5% უწერდნენ კვლევებში. აი უბრალოდ სიმპტომი იყო რომ უბრალოდ არ შეიძლება ამ რაღაცის ნდობა. მე არჩევნები იზეიმეს. მე კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება დაიწყეს. მე გაყავდაო მთელი ამბავი სქემები ასე ისეო და საჯარო დღემდე არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომ აი ერთი მანდატით მაინც შეიცვალა შედეგი გაყალბების შედეგად. რომ გაყალბება საერთოდ ამას ნიშნავს, ერთია დარღვევები, ამერიკაში შეიძლება დარღვევები იყოს არჩევნებზე, მაგრამ ზუსტად დარღვევების მასშტაბი იმგვარია, რომ შედეგი იცვლება, ამას ეძახიან გაყალბებას. რომ პირობითად ქორწინებს უნდა ქონდათ არა 88 მანდატი, არამედ 87 ან 82 ან ასე შემდეგ. ამით მტკიცებულება დღემდე არ დევს და ამაზე ერთი დებატი მაინც რო გამართულიყო. ოდესმე არჩევნების შემდეგ და ეხლა ზუსტად ვარ თუ ამას გაბედავს გააკეთოთ, ვაჩვენე რომ უბრალოდ ტყუილი იყო თელი ეს ნარატივი. ამის შემდეგ იყო ფიქტიური პროტესტი. კაროები გვარამიასი უნივერსიტეტთან რაღაცა არასერიოზულობა, რომელიც მოკვდა და აჩვენა რომ ხალხი შეგვარჩენეს და გააგრძელა ცხოვრება და რომ არა კოლბახიძე თავის განცხადებით აღრაფერი აღარ არსებობდა შეიძლება ცხოვრობდით ძველ ასე ვთქვათ პირობებში. მე დაიწყო პროტესტი. პროტესტი გასაგებია ხალხი რადგან გაბრაზდა, მაგრამ ხალხი რომ მიდიოდა იქ და რაღაცას პოლიციელს ებრძოდა, რაღაცას ანგრევდა, ამ შემდეგ პოლიტიკოსები იდნენ და იმასაც კი არ ამბობდნენ, საერთოდ რატომ აკეთებენ ამას. რა ვისთვის კეთდება ეს? დღემდე უცნობია 4 ოქტომბერს რაღაც დამხობა რო ხდება, ვისთვის კეთდება, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და რისთვის უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვინ არის ადამიანი, ვისთვისაც ამას აკეთებს, ან ვიღაცამ უნდა გარისკოს, როგორც წინა წელს გარისკვა ახალგაზრდებოდა და ვიღაცა ციხეში აღმოჩნდა. ვისთვის უნდა გარისკოს შემდეგში, ამაზეც ლაპარაკი არის და ამაზეც დღემდე არის პასუხი. მე დაიწყო სული მარაზმი, პირველი და მეორე ფაზები ბრძოლის, სვლელობები, რომელიც უნდა დაეღალახა რეჟიმი და თვითონ ხალხი იღლებოდა. მე დაიწყო ეს სულიად სამარცხვინო, ის რა ქვია, ჯარიმების ისტორია, რომ ჯარიმას უწერდნენ და ჯარიმები არ გადავიხადოთო, მე გავასაჭიროთ და ამით დავღალოთ სისტემა. სად არის ის ხალხი, ვინც ამას ხალხს მოუწოდებდა და პასუხი არ აგო მე ამას. და მე ხალხი რო დარბოდა და Facebook-ში რო წერდნენ, რომ ფული მოგვეცითო არ ყოფნისო. ჯო ვილსონობა ორი. ჯო ვილსონი უბრალოდ აი ნათელაშვილისნაირი კლოუნია ამერიკაში. და 200-ზე მეტი ინიციატივა აქვს თავის კარიერაში გაკეთებული და 100 ხო კაუნტაცეული. როგორ შეიძლება ამ ადამიანის იმედად ვინმე ყოფილიყო? და ჩამოკიდეს ამაზე. მე არ საუბრობ უკვე ამ წელს ასე მოხდა, რომ ჯეხო ლელო გალანძღეს, მე გახარი აღბეჭდა კოცი, ის ხალხი ერთმანეთში გადაჭამეს, რომელსაც 6 თვის წინ ხმარ დაიკარგოსო და ესა კოალიციური მთავრობას ლაპარაკობდნენ. და ეხა მოღალატება დაცხადებდა. ეხა წამი რა მოხდებოდა, რომ ეს მართლა კოალიციური მთავრობა ყოფილიყო. და 4 ოქტომბერიო დამხობაო და მართლა უბრალოდ აი სასაცილო არ არის რო შეხედო რომ რა რევოლუცია გარდა იმისა რომ თარიღი და ეს ყველა მისია თქვა, მაგრამ ბუნებრივად რომ ნაცები დღემდე ეუბნებიან გვარამიას ბიზნეს ფულით ჩაატარეს საარჩევნო კამპანია ხმებით საგვართვიო, აი ამათთან ერთად როგორ აკეთებ რევოლუციას მე არ მესმის და საბოლოო ჯამში დავასრულებას, კი ბატონო, რომ აი ეს ტყუილების კასკადი, რომელიც აი ვერცადე ჩავატიო და შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ამ და თითოეული ითხოვს განხილვას, ეს ტყუილები რო არ ყოფილიყო,
და ყოფილიყო დისკუსია ამ თემებზე და ოპოზიცია იქნება ბევრად ძლიერი და მაშინ არჩევნებდა შეიძლება მეტი ხმა მიიღო. არჩევნების შემდეგ პროტესტი შეიძლება ყოფილიყო უფრო ეფექტიანი და რაც თავარია, ყოველ ასეთ ყოველს ქართულ ცნებას ხელს ჩაუვარდა არგუმენტი, რითაც მაგრამ მერე ოპოზიცია დაამარცხა ან დაასუსტა. ამიტომ ეს უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარსულ შესაძლებლობებზე ვილაპარაკოთ, სიმართლე ვილაპარაკოთ და როცა ამას დავძლევთ, მე უკვე ნებისმიერი გზა უფრო რეალისტური გახდება. მადლობა სანდრო, ეხლა გიორგიზე გადავალთ. გიორგი გაქვს 5 წუთი და შეგიძლია დაიწყო. სიმართლეზე იყო ძირითადი აქცენტი აგებული სანდროს იმისი და მე სიმართლესთან დაკავშირებით მის პარტიასთან განსაკუთრებით თავმჯდომარესთან მაქვს პრეტენზია, უბრალოდ ამ ფორმატში დროს დავკარგავთ და დიდი სიამოვნებით შეთავაზებას მქონდა, რაზეც უარს მეუნებიან. ერთი ესეთი მარტივი რაღაცით მინდა დავიწყო, ანუ მაინტერესებს ჩემთვის გაუგებარია მიზნები მათი პარტიის და რაღაც მორალური პოზიციონირება თუ როგორც ოპოზიცია ისე პოზიციონირებს, თუნდაც რაზეც ახლა საუბარი იყო ამის შესახებ კონსტრუქციულ ფორმატში თუნდაც და რაღაც გინები და იმ ფორმის გარეშე, რასაც იაგო აკეთებს, ამაზე შესაძლებელი იყო საუბარი და ამაზე არ ვსაუბრია, მათ შორის დიდი რაოდენობის შეგრებილ ადამიანებს შეურაცხყოფები გვაყენეს, ეს ერთი და მე წუხილი ქონდათ რატო არ მიიღო პროტესტმა იქ ადგილზე, გარდა ამისა აბსოლუტურად ესე ვთქვათ რაღაცა ყოველგვარი იდენტობების გარეშე შეკრებილ ადამიანებს ხეებზე პარტიულ ლოგოს უნათებდნენ და რაღაცა ესეთი ვიწრო პარტიული გამოხტომები იყო და რაც ძალიან ცუდად ჩანდა. ხა რაც შეეხება ამ არჩევნებს, რაზეც საუბარი გვაქვს რა, აქ მე მათთან ნაკლები კითხვები მაქვს, იმიტომ რომ თავიდანვე დეკლარირებული ქონათ პოზიცია და მე უბრალოდ ეს იგივე კითხვა მაქვს, რაც ლელოსთან და გახარიასთან არ მომეცა ესე ვთქვათ საშუალება, როდესაც მიდიოდნენ ამ არჩევნებზე, რატო არ იყო მათი მხრიდან გასაგებია ოპოზიციასთან პრეტენზიები და რაღაც ნაწილებში შეიძლება ვეთანხმებოდე კიდევაც, რატომ არ იყო საკანონმდებლო ცვლილებებზე რაღაც გარკვეული პრეტენზიები, მით უმეტეს როდესაც დეკლარირებულად თავიდანვე შედიოდნენ და მათთან მეტი თანამშრომლობის ესე ვთქვათ სივრცე ჰქონდათ გამოცდილებას და რა ვიცი პარლამენტში ერთმანეთს ხელს უწყებდნენ კონკრეტულ კანონებზე. და მაინტერესებს ხო რაც შეეხება ეგზიტ პოლებზე იყო ლაპარაკი, მაინტერესებს რა სიტყვის იმაზე, რომ აქამდე ჩატარებული სხვა ყველა ეგზიტ პოლი წინა არჩევნების შედეგებს მეტნაკლებად ემთხვეოდა და ესე ვთქვათ მოიცავდა იმ რაღაც გაყალბების სქემებს, რომლებიც აქამდე ისტორიულად გვახასიათებს, უბრალოდ გამოჩნდა ამ ეგზიტ პოლებში 13%-იანი სხვაობა, რომელიც ახსნადი არის ერთადერთი რაღაცით და მტკიცებულება რო არ არისო, სანდრო მამაზე გითხრა, ეს მტკიცებულებები იდო ისეთ რაღაცაში, რომელიც პროკურატურას აქვს დატყვევებული, არ გახსნა არც ერთმა სასამართლომ და ეს ეხება რეგისტრაციის აპარატებს, სადაც დარეგისტრირებული უნდა იყოს ამომრჩეველი, სადაც ჩვენ გავაკეთებდით რეალურად იდენტიფიცირებას, რამდენად ნამდვილი ცოცხალი ადამიანები მივიდნენ საარჩევნო ურნებზე და არა პირადი ნომრები. ეს ყველაფერი რიცხვებში ესე პირდაპირ მტკიცებულების სახით არ ჩანს, მაგრამ იმდენიერები მტკიცებულებაა, რომელიც რაღაც გარკვეულ სტანდარტ მტკიცებულებისას ქმნის, რომელიც ასე იურისტისთვის განსაკუთრებით საკმაოდ მაღალი ესე ვთქვათ ვარაუდის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, კალანდარიშვილს თვითონ ხმაც მიცეს ამ ყველაფერთან და პოლიტიკური ლეგიტიმაცია მას მიცეს, მესმის რო იქ რაღაცა სხვანაირად შეეძლოთ კოცებს და ამითი იმართლებენ თავს, მაგრამ რეალურად საარჩევნო წესების ლეგიტიმაცია გააკეთა მათმა პარტიამ და ამაზეც ძალიან კითხვები მიჩნდება, ფაქტობრივად მიყვებიან, ისევ იქ მივდივარ, რომ ჩემი გადამსახედიდან საოკუპაციო რეჟიმს, როგორც ახლა ყირიმში მწვანე კაცუნები იყვნენ, ეს მწვანე კაცუნებს მიყვებიან ყველანაირი პრეტენზიების გარეშე იმ საარჩევნო კანონმდებლობაში, რაც ახლა გვაქვს და არც ერთხელ, არც მათ და არც ლელოს და არც გახარიას იმ პარტიებს, რომლებიც მეტნაკლებად წონიანი არიან და არჩევნებში მიდიან, ამაზე პრეტენზია არ დაუყენებიათ, პირობები არ დაუყენებიათ და საერთო ლაპარაკი ხოცებთან არ ქონიათ. ხა რაც შეეხება თანამშრომლობას და ტყუილებს და ასე შემდეგ, ანუ რა ვიცი, ერთი რაც იყო, თანამშრომლობას თავაზობდნენ ხოცებს, ჯერ კიდევ წინამოწვევის პარლამენტში კოალიციურ მთავრობას, რაც ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია, ისევ და ისევ ამოვდივარ იმ მსჯელობიდან, რომ ჩემთვის პირდაპირ სრული გავლენების მატარებელი რეჟიმია ეს და ანუ იმის მაგივრად რომ აქეთ ფლანგზე თუნდაც ხილება იყოს იმ ტყუილების აზეთ საუბრობს სანდრო და თუნდაც ჩავრეს ხოთ ის პოლიტიკოსები რომლებიც ასე კონკრეტულ რაღაც ტყუილებს ეუნებიან ამორჩევლებს და ლუსტრაცია გავაკეთოთ მათი ამის მაგივრად უტრიალდება ქართულ ოცნებას და მათთან რაღაც კოლაბორაციას თავაზობს საჯაროდ და მაინტერესებს მისგან ძალიან საინტერესო მოსმენი იქნებოდა არიან თუ არა მათი პარტიის წარმოდგენით შეფასებით და ანალიზით ეს ხალხი ისევე როგორც ჩემთვის რუსები თუ ესენი არიან უბრალოდ ცუდი ქართული ხელისუფლება და როდესაც პარლამენტში იყვნენ, თქვათ, აი რაში გამოიყენეს ის მანდატები და ახლა რომ მიდიან, თქვათ, ამ არჩევნებში ამ მანდატების გამოყენებას რაში აპირებენ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ რაღაცა
პარტიის გადარჩენა იქნება თუ მშენებლობა თუ რაღაცა მომავალზე გათვლილი ან შორს მიმავალ გეგმებზე გათვლილი ნაბიჯები. და კიდე ერთი მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკი იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ახლა მაგის ირგვლივ ვიტრიალეთ, გარკვეულ ნაწილში ვიტრიალა უბრალოდ თქონდ რომ იყო ესეთი გაჟღერებული ის, რომ როდესაც ლაპარაკი იყო შევკრიბოთ ყველა ძალები, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოსო, გირჩმა დააყენა ცალკე თავისი პარტია, რითიც დაკარგა საერთო ყულაბამ მათი ხმები და იყო ესეთი მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი იაგოსგან თუ არ ვწდები, რომ ყოველ შემთხვევაში ამ პარტიისგან იყო ესეთი რაღაცა, რომ თუ ჩვენ 5%-იან ბარიერს არ გადავლახავთ, ეს იმას ნიშნავს, თუ არ ვწდები იაგო და ვახლა საუბრობდნენ ერთმანეთში, თუ ვერ გადავლახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ დავარწმუნეთ ადამიანები ჩვენს იდეებშიო და ჩვენ პოლიტიკան საერთოდ გავიწევითო და რაღაცა იტყუილებზე თუ ალაპარაკი, რავი, ერთ-ერთი ტყუილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაინტერესებს ამაზე რა აზრის არის. დავასრულეთ ხომ? დავასრულეთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში დროის პატივისცემის გამო გიხდით მადლობა, საკმაოდ კარგად ჩაეტიეთ ორივე. ეხლა ჩვენ გადავალთ 20 წუთიან დისკუსიაზე, სადაც როგორც გითხარით, შეგეძლებათ დიალოგის რეჟიმში გაცვალოთ მოსაზრებები. მე ერთადერთი ვისურვებდი იმას, რომ ასევე ყურადღება გარდა იმ ოპოზიციის შეცდომებისა სიმართლისა და ტყუილსა გავმახვილოთ ყურადღება უშუალოდ 4 ოქტომბერზე და იმ ორ არ ვიცი დილემა დავარქვათ თუ გინდათ, ან ორი არჩევანი, ორი ალტერნატივა, რომელიც არის არჩევნებში მონაწილეობა versus მშვიდობიანი რევოლუცია. ამაზეც რომ ვისაუბროთ და სანდრო მგონი სამართლიანი იქნება თქვენ თუ დაიწყებთ, რადგან გიორგი საუბრობდა ბოლოს. ხო, პირველად გიორგის ამ კითხვებიდან ირკვევა მარტივი ამბავი, რომ აი წამოდი რაღაც უამრავი ტყული რო თქვი ახლა ჩვენზე, რომ რაღაც ვიღაცას გავუკეთეთ და კოლაბორაციას თავაზობდით კონცეფტს და ასე შემდეგ. თავაზობდით, ანუ დეპუტატებს წინა პარლამენტში უთხარით, რომ ბიზნეს ივანიშვილს გაემიჯნეთ და ჩვენთან კოალიციური მთავრობა შექმნით. ეს თქვენი სიტყვებია. ქართულისმის დამარცხების გზა ზოგადად ეს არის კოალიციის კოლაბორაცია. ქართულისმი რო დაიშალოს. ამას ხო თავაზობდით. კოალიციური მთავრობას ქართული ოცნების დეპუტატებს ხო თავაზობთ. ქართულისმი რო დაიშალოს. ესე იგი ტყუილი არ მithქოს. არა. კოლაბორაცია სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს. თელი მოუყვება ის არის, რომ შენ რაღაც მორალურ უპირატესობაზე ლაპარაკობ, შენ თქვი რომ წარმოგიდგენ პარტიას, რომელსაც აი სრულიად მორალს დაცლილია. აი ვიღაცა ვინც თუ არსებობს ამ ქვეყანაში, ვინც აი თან არ არსებულ პარტიას გასულ, თავმჯდომარე მაგას არ ყავს, წევრი მაგას არ ყავს, დოკუმენტი არ ყავს, არც ნომერი, არაფერი არ არსებობს, უბრალოდ ფიქცია. ხო არა, თქვენ ძალიან მაგრებობთ ეხლა რაღაცა ვიწრო პარტიულ კამათში გადავდივართ. მოდი. თავად გადაიყვანე სიტუაცია, რომ რაღაც მორალური პრეტენზია გაქვთ. რომელსაც არანაირი უფლება არ გაქვთ, კონდეს რაიმე მორალური პედესტალი ლაპარაკო. მე პირადად აქ ხო პრეტენზია დაიწყო რომ რაღაც მორალური უპირატესობა ადამიანს რომელსაც კოალიციური მთავრობა შეთავაზებული ქართულში პოლიტიკაში არათუ ყოველს გამჭრვალ ვიქცეოდი. ყოველ ჩემ პრინციპად თანხმედრაში ვიყავი. იმას შეგახსენებთ, ტესლებს შეგახსენებთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, სად არის თქვენი შეპირება ამ მომრჩეველზე ტესლების გათამაშებასთან დაკავშირებით? ორი წელი. გაათამაშეთ? ორი წელი კი ბატონო. ორი წელი. რამდენი უნდა გაგეთამაშებინათ? რამდენი ჩაფუძე საჭირო. ყველა ფული რომელიც ანუ ტყუილებზეა ლაპარაკი და მორალურ უპირატესობებზე ფულს რომელსაც ბიუჯეტიდან ავიღებთ ამას დავაბრუნებთ უკანო და გავათამაშებთ ტესლებს. ეს შეგვიძლია ამოვიღეთ. ნაწილი პორშეთი დადის თქვენი თავმჯდომარე. ხარია ჩაიჭრები მთავარში. გადახტავარში, მაგრამ ჩვენი როგორც ჰეიტერი რომ მოდი რაღაცას გავიხსენებ, გიშზე რა ფაქტების იქით გავცდი შეფასებებში შეგავარჩიოთ. თელი აი მაგალითი რა არის. სხვაგან გადავიდეთ, დავიდეთ არჩევნების მშვიდობიანი რევოლუციის ადამიანს რაღაცები დაგროვილი აქვს ეგე, რომელსაც იმიტომ არ ყოფილა დისკუსია. ნუ საჯარო სივრცეში მაგალითად. ორჯერ შემოგთავაზეთ საჯარო სივრცეში, შემოგთავაზეთ კი თქვენ პარტიის მომეცეს საშუალება. როგორ შემოგთავაზეთ, აგერ ზივარ, ხო ხედავ, მაგრამ აი ახლა შემიძლია განახოთ მონიშნული მყავს უყველა და პლუს ლაივიდან გამომაგდეთ და პლუს მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ უზრდელი კითხვა არა ანუ უზრდელი თითქოს გამომყველაზე უზრდელი ადამიანი იყავი თქვენს მიმართ სანდრო ანუ ძილობასთან დაკავშირებით თუ გაქვს ინფორმაცია რა მომენტში მოხდა ის რომ მაგალითად იაგომ და ვახო მეგრელიშვილმა დაამბლოკეს და გამომაგდეს ხარდაჭერთა ჯგუფებიდან რას მოყვა ის იცი მე შენს გიცნობ არა მე შენ ამდენსაც გიცნობ აი ამას გიცნობ რას მინახდი რომ უბრალოდ ვიცოდი რომ ჩვენი უზრდელი ჰეიტერი ხარ მეტი არაფერი მესმის ანუ არც კი ჩაძიებულ ხარ საიდან იწყება ჩემი პოზიცია თქვენს დამხობის გზა თუ შენი წინა წყენები და ბოღმა არა წყენები არა როგორც პოლიტიკოსებს მაინტერესებს რომ როცა პოლიტიკოსებს პოზიციონირებ ხოლმე კითხავი მაქვს როგორც შევიკრივეთ იმაზე რომ ხოსების დამხობის მე ვამბობ რომ არა არა ტყუილებზე იყო არა არის უამრავი არგუმენტაცია სანამ შენი არგუმენტაცია დაიწყო არა ნაწყენი გამაგდეს ჯგუფიდან არა უზე ნაწყენი არ ვარ ახლა ღმერთმა დამიგოროს იმაზე ნაწყენი დაუჭე ყველას თავის გზაა დაუბრუნდეთ თემას დაუბრუნდეთ არა
გაყალბებაზე არგუმენტაცია დაიწყეთ ტყუილებით და აი ტყუილებთან დაკავშირებით შემიძლია უსასრულოდ გელაპარაკოთ რომ ტყუილი იყო არ გაინტერესებს არჩევნების გაყალბება რომ ტყუილი იყო შემიძლია ამიხსნა მაშინ საიდან აღმოჩნდა exit poll-ებში 13%-იანი სხვაობა აი ხა გიხსნა მე ვუბრალოდ იმიტომ დავიწყეს რომ უბრალოდ არ ზედმეტი საქმეს დაუბრუნდეთ და იქ არ წავიდეთ რაც არ იქნება კარგი თქვენთვის მათ შორის ესე იგი დავიწყოთ იმის რომ აი თვითონ თავად რა ახსენე რომ თურმე არგუმენტები არის მტკიცებულები არსებობს სადღაც რეგისტრაციის აპარატებში კი და სასამართლო ამასა თქვენ მხოლოდ ვარაუდი გამოთქვით. ვარაუდი რომ შეიძლება და თქვენივე პარტია წინა საარჩევნო ამტკიცებდა რომ ეს არის იდეალური სისტემა და შანსი არის რამე გაფუჭდეს. რომ თქვენივე პარტია მინიმუმ არ მოგინანიებიათ და თუ ასეა ეს რავჭამეთო როგორ მოვატყუეთ ამ ორჩეველიო თელი წინა საარჩევნო რომ დავარწმუნოთ. თქვენი ძახით რომ პრობლემაა? ხო. თქვენი ძახით რომ პრობლემაა. აბა ჩვენ ამ ტყუილსაც არ ვიმეორებთ ასე თქვენ ამბობთ. ანუ თქვენ არის ძახით რატო? იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ეს პრობლემა იყო. მე მგონია რომ ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებზე და უბრალოდ ტყუილია რომ ქართულ მოსახლეობამ იმგორად გააყალბა რომ იქ რამე პრინციპული შეხედვით იქნებოდა. ამ კითხულება რომ არ დასაჯრო თავად აღიარე. თელი რაღაც ერთი წამი შეიძლება რომ ეს რომ ასე საშუალება ნახე სანდრო როგორი რაღაცა როდესაც ადამიანი აყენებს კონკრეტულ პრეტენზიას კონკრეტული ანუ ხელისუფლების მიერ ჩადენილი შესაძლო მძიმე დანაშაულის შესახებ მიტაცებაზე ლაპარაკი არჩევნების და არის კონკრეტული საკითხი დაყენებული რომ გასახსნელია კონკრეტული აპარატები რომლებშიც მაღალი ალბათობით დევს ამ დანაშაულის მტკიცებულებები და როდესაც სასამართლო ამას არ ხსნის და არ აძლევს საშუალებას და ამ ეს საჯაროობა და ღიაობა არ არსებობს გამჭვირვალობა ამაში არ არსებობს მე როგორც ობიექტურ დამკვირვებელს მიშდება ერთადერთი შეფასება რომ იქ პრობლემა აქვს იქ პრობლემა მე უბრალოდ მიკვირს შენ რატო არ გიშდება ეს კითხვა და რატო აპრიორი აფასებ ამას როგორც ანუ იმიტომ რომ შენ კონკურენტებზე რაღაცა დისკრედიტაცია გააკეთო და ისინი ტყუილებში დაადანაშაულო თითი გაიშვირო არსებობს კონკრეტული კითხვა კონკრეტულ აპარატებთან დაკავშირებით და მათ შორის ინფორმაცია არსებობს აქამდე ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანისგან ეს გახარიას პარტიას ეხება კონკრეტული მექანიზმის შესახებ ამ მექანიზმთა მათ შორის თვითონ აყენებდა ამ პრეტენზიას გახარია გავხსნათ რეგისტრაციის აპარატები ანუ მან ზუსტად იცის როგორ აყალბებდა მისი ყოფილი პარტია არჩევნებს და ზუსტად იმ ადგილში სადაც აყალბებდა იმ ადგილის გახსნას თხოვდა რაზეც მივიღეთ უარი და ეს შენ როგორც ობიექტურ დამკვირვებელს რის სიგნალს გაძლევს? ხადია ეს გახარია შუაში არის ის ამ არის გახარია მაგრამ იმიტომ რომ როცა ეს აპარატები დანერგეს გახარია უკვე არა აპარატები დანერგეს ერთია მეთოდზე მაქვს ლაპარაკი ეს ელექტრონული მაგალითად ესე მიწა შეიძლება დაამუშაო ხელით და შეიძლება დაამუშაო კომბაინით მოდი ესე ვთქვა თაღადებზე იყო გაყალბებაზე ხალხი დარბოდა 4 საათიანი პრეზენტაციებით რაღაც ოქმებით ეს ყველაფერი ხო ტყუილი იყო მთელი დაილექა იმას რომ გახარია გავარჩიოთ მე კონკრეტულ მექანიზმს თავაზობ ხო და მე გახარია მტკიცებულება მედიცინის იურიდიულად როცა მტკიცებულება არა თუ მტკიცებულებას იმალავენ თუ მტკიცებულებას იმალავენ დაილექა შინვე სიტყვებში რომ გახარიას იმედად რაღაც იცოდაო არა იმედად არა ერთად არა ვინ არაფერი სქემა გახარია რომელიც ქოცია ეხლა ლანძღავენ და გახარიას სქემა გაუშიფრია არა ინფორმაცია ერთი წამი შეიძლება თურმე ის ადამიანი რომელიც ასეთი მე მინდა კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ თელი ოპოზიცია გადააჭინა და კონკრეტულ ფაქტებზე მინდა ვისაუბროთ კონკრეტულ ფაქტებზე მინდა ვისაუბროთ ადამიანი ან იძახის რომ ქართული ოცნების არჩევნების დროს კონკრეტული პიროვნებები რომლებიც არიან კოორდინატორები არიან თუ ხარდამჭერები თუ ასე შემდეგ სხვისი პირადობის მოწმობებით და ამის ფაქტები არსებობს და პირადად მე მოგიყვები თუ გაინტერესებს მე ჩემს საარჩევნო უბანზე რა შემოთქვა ამის მტკიცებულება პირადად მე შემემთქვა იმიტომ რომ პასპორტით მივედი არჩევნებზე დამასრულებინე თუ შეიძლება პირად სხვისი პირადობის მოწმობებით რეგისტრატორები რომლებიც იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ყველგან უბნებზე რომლებსაც ხშირ შემთხვევაში უკან მაკონტროლებელი ვერ უდგებოდა ამ ელექტრონულ აპარატებზე და ვის ატარებდა არ ჩანდა და შეუძლებელი იყო ამაზე დაკვირვება გახარია მოყვა ესეთი რაღაცა სხვისი პირადობის მოწმობებით სანამ ჯერ კიდევ ფურცლებით ხდებოდა და სიებით სამაგიდო სიებით რეგისტრაცია ასე აკეთებდნენ სხვისი პირადობის მოწმობებით იღებდნენ ბიულეტენს და ყრიდნენ ხმას რომ ყუთიდან ამოდიოდა რეალურად ჩაგდებული ხმა ოღონდ ეს რაღაცა მაგალითად გელა მიდიოდა ჟუჟუნა დეიდას პირადობის მოწმობით და აგდებდა ჟუჟუნა დეიდას ხმას ერთი წუთი ზუსტად იგივე აკეთეს ახლა ელექტრონულად ოღონდ ელექტრონული საშუალებებით ამის მასშტაბი არის ძალიან დიდი და უბრალოდ შეგვიძლია რიცხვებით დავთვალოთ რამდენი ხმის ჩაყრა შეგიძლია ესე მაშინ როდესაც შენ ვარაუდები ანუ კიცებულება არ მაქვს ანუ ეხლა შენ რეალურად ამაკლებ ქართულ ოცნებას და მე მე ვამბობ პედესტალებზე რომ გაჩვენილიყო ეს სერიოზულად საჯარო სივრცეში არაფერი არ დაგჭირდა თვალ ამის არა ჩვენ ბევრჯერ გვიქავს ეს და ყველა გაურბის დისკუსიას
ჩვენ აქ ახლა არ ვსაუბრობთ, ძალიან საინტერესო თემა, ვისურვებდი რომ სხვა დროს განგვეხილა, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ არჩევნებზე და მშვიდობიან რევოლუციაზე, ერთ წუთი დავასრულებთ. გთხოვთ რომ ამ თემას დავუბრუნდეთ, ვილსაუბროთ იმაზე, რომ გარდა ოპოზიციის შეცდომებისა, ყველაზე დიდ მავნებლობას ალბათ და არა შეცდომებს აკეთებს ქართული ოცნება. გვახსოვდეს რომ მთავარი მტერი არის ახლა ამ ეტაპზე ქართული ოცნება და მის წინააღმდეგ არის ეს მე არ ვეთანხმები ამას. მის წინააღმდეგ არის ეს დებატები გამართული. ვისაუბროთ იმაზე ქართული ოცნების დამარცხებისთვის. უკეთეს იქნება. გასაგებია მჯერა რომ არ ეთანხმებით რომ არჩევნები გაყავდა. თქვენი სუბიექტური აზრი არის სრულიად პატივცემ. ვისაუბროთ იმაზე, რაზე სასაუბროდაც აქ მოვედით. აი მაშინ აი დიდი სიამოვნებით გამოვისმენდი არგუმენტებს 4 ოქტომბრის არჩევნებში შედიხარ თქვენ მიზნებზე და რას აპირებთ იქიდან წარმოვიდგინოთ. არის თავარი მტერი და მე გეტყვით რომ ამ სამყაროში არსებობს ქართულ ოცნებაზე უარესი რეჟიმები და უკეთესია. საქართველოს მმართველობაში ზოგადად სამყაროში. ამიტომ შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს ვსაუბრობ. ზოგადად შეიძლება წარმოიდგინო რომ ქართულ ოცნებაზე უარესი ხალხი მოვა. კი, თალიდებიც არსებობენ. ქართულ ოცნებაზე უკეთეს. ქართულ პოლიტიკოსებს შეგიძლია იგივენაირად რომ გააკრიტიკო ქართული ოცნება, როგორც გააკრიტიკე ოპოზიცია. შეგიძლია? უარესები არის უნდა რეკოცება. აი შეგიძლია რომ ზუსტად აი ესე პუნქტობრივად როგორც გააკრიტიკე ოპოზიცია და გარკვეულ ნაწილებში გეთანხმებითო, ზუსტად ესევე პუნქტობრივად აი გააკრიტიკო ქართული ოცნება. ხო? კი, არჩევნებთან დაკავშირებით გააკრიტიკე ქართული ოცნება. არჩევნებთან დაკავშირებით. კი ბატონო, შენ დიქტატის გარეშეც რამენად გავძლებ. მოდი, ვათქმევინოთ. ესე იგი, წამოვიგინეთ, რომ ეს წამოვიგინია ქართულ ოპოზიციაში ხალხი, რომელიც ქოცებზე უარესები არის. მათ შორის მაგალითად გიორგი საყოვრელი პარტიიდან ხალხი, რომელიც თქვენ თანამებრძოლი იყო. ვიდეო ზურამ წაიყვანა ეს ხალხი და სუმადლობელი ვარ ერთ-ერთი კარგი საქმე. ეხლა წამოვიგინეთ, რომ საბოლოო ჯამში ჩემთვის ამოცანა, თავარი ამოცანა არის, როცა რაღაცას პოლიტიკურ რაღაც შეთანხმებას, თანამშრომლობას, კრიტიკას აკეთებ, გესმოდეს რა ალტერნატივა არის. მაგალითად, მე არ ვეთანხმები, რომ უბრალოდ იმიტომ რომ სახეები რაღაც დინარაძე, ყობახიძე ვიღაცები იმათ დაარქვეს რუსული რეჟიმი და ამიტომ რომ ჩანდეს რაც ახობაძე, ჯაფარიძე ან რა ვიცი, ხაზარაძე ეს უკვე რუსული არ იქნება, იმიტომ რომ რუსული რეჟიმობა მდგომარეობს მართლობის სისტემაში. მე რომ მიპასუხოთ თუ შეიძლება. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ რუსული მართლობის სისტემაში კი ნამდვილად მოყოლდი არა პერსონიფიცირებოდა, ან მართლობის სისტემი. ახობაძე იქნება ქართულ ოცნებაში დამიჯერეთ არც ახობაძე არ მოგვეწონება. ხო და ამაშია საქმე, ამიტომ პერსონალების ცვლილებას აზრი არ აქვს. თავარი არის როგორ შეიძლება ზოგადად სისტემა და ამ შემთხვევაში როცა ადამიანები მოდიან და ისინი რუსები არიან, ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ არაფერს არ გავაკეთებ. რუსულ გავლენებს ვერ ხედავთ ქართულ ოცნებაში. არა რუსული მმართველობისთვის, არამედ რუსულ გავლენებს. ან მინდა ამაზე პასუხი მივიღო. არა, ზოგადად მე ვიცი. ზოგადად კონკრეტული პასუხი მაინტერესებს. ბიზნეს მეუშვილი არის ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქი არის. არა, ოლიგარქი და სიცილიური ოლიგარქი ორი უნდა იყოს. არ არის. არა, ერთპიროვნული მმართველი. ანუ ბიძინა ივანიშვილი რუსი, ხო, ბიძინა ივანიშვილი, კარგი. ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაცი საქართველოში, საქართველოს სამართავად არის თუ არ არის? არა. არ არის. ოკეი, გასაგებია. ბიზნეს მეუშვილი არის ერთპიროვნული მმართველი ამ ქვეყნის, რომელიც მართლობის სისტემა ყოფილი პატრიოტი, რომელმაც აიწყვიტა. ძალიან გავს რუსულ რაღაც პუტინის მართლობის სისტემას, რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ავტორიტარებს ასეთი სისტემები ახასიათებს. და ასე უაპელაციოდ რომ ტვინში ჩაუტენდეს ოპოზიციურ ამორჩეულს რუსული ძახილით, ისე რომ ვერ გაარკვიეს რა არის რუსული. მთელი პრობლემა ამაშია. რუსული რა არის? რუსული არის მაგალითად არ ლაპარაკი, ლაპარაკი გაქცევა, დისკუსია, დაბლოკვა, მაგალითად აი რუსული არ არის, როცა გოგოს დაბლოკვა რუსულია, გაქცევა და დაბლოკვა რუსულია. ძალადობა კი ბატონო რუსულია, ლაპარაკიდან გაქცევა და დაბლოკვა მაგალითად როცა პოლიტიკურ ოპონენტებს არ უშვებ მიტინგზე, იმიტომ რომ რაღაცა იგინებიან. არა, ჩვენც ვსო დავდივართ, როცა გვინდა ამ პრობლემა არ მაქვს. ხო და აი გეგელია რო გააგდეთ მაგალითად. იმიტომ რომ არ დავდივარ, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს მიტინგია, ეს ტყუილია რომ ეს პროტესტია, ეს არის. არა, უბრალოდ არ მოგესულებათ იქ, ალექსანდრო, არ მოგესულებათ. აი სწორი რა გგონიათ ამაზე რო ისაუბროთ. ხალხს რომელსაც აგინეთ იქ ვერ მოხვავთ, გამორიცხულია. რუსული რეჟიმი კი არა. წეგან ახსენე, დაბლოკვა და საუბრიდან გაქცევა რუსულია. დაბლოკვა და საუბრიდან გაქცევა რუსულია. ეხოწები აი მე კითხვაზე მიპასუხე. დაბლოკვა და საუბრიდან გაქცევა რუსულია. გიორგი, ორი დავასრულებინოთ. ვერ პასუხობ. ამოუჭრი აქედან და წეგან თქვი და ძალიან კაია უბრალოდ. მაგალითად, სიმართლეს რო ვლაპარაკოთ, რა უნდა გაკეთდეს პოზიტიურად. ეს არის ის, რომ მაგალითად ოპოზიციურ მედიაში ადრე მთავარი არხი, ხა ტევე პირველი ნაკლებად ფორმულა, მაგრამ მაინც
გაიხსნას დისკუსია. მაგიტომაც მოგიწვიეთ სულ. ნუ ეხლა თქვენ სამწუხაროდ მე პირად თავდასხმებზე გადმოხვედი უბრალოდ. ტელევიზიებს, მაგრამ მე პირადად ხო, მაგრამ ასეთი პოდკასტები სულ არსებობს, მაგრამ ისინი არაფერს არ წყვეტენ. საბოლოო ჯამში თავარია ტელევიზია, რომელიც ტელევიზიაში წყვეტს რამეს სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას ბევრი უყურებს, რაც არ უნდა იყოს და საბოლოო ჯამში იქ რომ უბრალოდ ალტერნატიული აზრია დაბლოკილი. წლების მანძილზე და ხოცებს იგივეს, ხოცები რუსები არიან, ბაზარი არის. აი იმედს შეხედეთ დაბლოკილი ალტერნატიული პოსტივის, ალტერნატიული აზრი დაბლოკილია. ხალხზე ძალადობა 10000 პატიმარი, მარტო გიორგი კი არის და უსამართლოდ იქ კიდე 1000-ობით ადამიანის უსამართლოდ. კი, გეთანხმები მაგაში. ეს არის რუსული რეჟიმი, საბოლოო ჯამში. ამაში გამოისახება და როცა მაგალითად შევამბობდით, რომ ხალხი გამოუშვით ციხიდან წინა წელს და ლელო გახარიები ამბობდნენ რომ არაო ნარკოდანაშაულზე ხალხი უნდა იჯნენო. გიორგი ხوارიჟდა სამართლიანად ციხეში და საიდან დაასვენეს რამდენიმე 1000-ობით ადამიანის სამართლიანად და აი უყურეთ ხოდა გეუბნები ლელო და გახარიები რუსებივით იქცევოდნენ. ისინი იყვნენ სხვა პარტიებთან კოალიციაში და ამბობდნენ რომ ჩვენ რაღაც ერთნი ვართ და ასე შემდეგ. ჩვენ არც არ ყოფილვართ, ჩვენ არ გვიღავთ, იმიტომ რომ არც ქონდა არაფერი საერთო ამ ხალხთან. მოდის დავასრულოთ და ვიცით გიორგისაც. ამიტომ ზოგადად აი რა არის პირველი გამოსვლა, რა უნდა გააკეთოს? აი რასაც ხოცები არ აკეთებენ. აი ხოცები ხო არ აწყობენ დებატებს. ჩვენ უნდა მოვაწყოთ დებატი. ხოცები ხო ბლოკავენ ალტერნატივას. ჩვენ უნდა გავხსნათ ალტერნატივას. და ეს უშველის პოლიტიკური კი, უშველის, იმიტომ რომ რაც გიორგი კითხებს სვავს, ეს კითხვები შეიძლება გარჩეული იყო კალანდარიშვილიო, ისევ არჩევნებიო გაყავდა. რომ ტელევიზიაში იყო დისკუსია ამ თემაზე. მოდი მე თავაზობთ რომ კიდევ ერთხელ მოხვიდეთ და ვისაუბროთ დებატების გაყალბება არ გაყალბებაზე დეტალურად. შეგვიძლია ვისაუბროთ ჯო ვილსონობაზე, ქარტიაზე, გაყალბებაზე, ვისაუბროთ პროტესტზე. სიმართლეზე ვისაუბროთ, ანუ სიმართლის თქმაზე. ნებისმიერ ვიწრო თემაა, ვარჩიოთ და გავარჩიოთ. ეს რომ მოხდეს, ეს იქნება ნაბიჯი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მიუხედავად რუსი იქნება პირობითად ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არის პირობითად გიორგი ახალბაძესა, რომელიც მე არ ვიცი ვინ არის, შენზე არ საუბრობ, ზოგადად ვამბობ ვიღაცაზე, რომელიც არ ვიცი რომ მოვიდეს, რას გამიკეთებს. და ვიცი, არსებულ სიტუაციასთან, იმიტომ რომ მე ხონდა ვიცოდე ვის ვენდობი, ვის ვაძლევ ხმას, ან ვის გამოდივარ ქუჩაზე. კი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პარტია, რომ წლების მანძილზე ერთი და იგივეს ვაკეთებ, პრინციპებს არ გვიღალატია. და სულ გამჭვალ ვაკეთებ. ამორჩეველს რატო ბლოკავთ ხოლმე? ამორჩეველს რატო ბლოკავთ ხოლმე? ვის ბლოკავთ? კითხვის დასმის დროს. კითხვის ბლოკავს. კი, პირველივე კი დასმის კითხვის. არა. ვიცი რომ შენ უზდელობის გამო დაიბლოკე და სხვა შემთხვევაში ისე რაზე მელაპარაკებ, კითხვა დაგისვი. კითხვა დაგისვი. მაშინ მოდი გააჟღერე, აგერ საჯაროდ გააჟღერე, ვის გამო დავიბლოკე. შეგიძლია? თქვენი არის ეს დრო თქვენი საუბრეთ. კონკრეტული სიტყვა შეგიძლია მხარაში გამოიხატება და 2 წლის წინ, არა, ჩემო კარგო, კორონას პანდემიის დროს მოხდა. ეგ კითხვა დავსვი, კითხვა დავსვი, არანაირი უცენზურო სიტყვა შეგინთ არ ყოფილა და არც შეურაცხყოფა არ ყოფილა. მოვითხოვე, ჩემი მხარდაჭერილი პოლიტიკოსიდან ჩემი ნაწყენი არა ვარ. კონკრეტ 4 წელს სანამ არ დამიჯდება, იაგო ამების პასუხს არ გავს, იმიტომ რომ მე რო ვიღაცას ხმას ხო უფარა, საერთოდ რაღაც მომენტში უბრალოდ რაღაც მომენტში უბრალოდ აზრს დაკარგავს, იმიტომ სახე აქვს დაკარგული, იგინება უბრალოდ იმდენად გამოსულია წყობიდან და მათ შორის კითხვა დაგისვი, რომელზეც პასუხს თავი არიდე. თქვენი პარტიის ვისაც აგინა ყველა დამსახურებული იყო დღეს ხო და მაშინ უზრდელობაზე ძალიან დიდი ბოდიში უზრდელობაზე არა პროტესტისაშალზე არ იყო ძალიან დიდი ბოდიში ანუ კადრები ძალიან კარგია რომ ციფრული კვალი რჩება ძალიან კარგია რომ ციფრული კვალი რჩება უბრალოდ სიმართლის თქმაზე ვიღაცას ხვებს რომ შენიშვნა სანდრო როცა სანდრო ხვებს შენიშვნას აძლევთ სიმართლესთან დაკავშირებით იმაში კი არ გეწინააღმდეგებით რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში გეთანხმებით კიდევაც მეთქი ოღონდ სანამ ვიღაცისგან თითის გაშვერას დავიწყებთ საკუთარი ტყუილები და საკუთარი სიმართლეების სულ ცოტა რაღაცნაირად უნდა დავალაგოთ და როდესაც რაღაცა კითხვები დაგისვით ძალიან ბევრი კითხვები დაგისვით და ძალიან ბევრი საკითხი დაგიყენეთ რომელსაც თქვენ პარტიას პოზიციონირებდა ასე და ეხლა პარტიის გასარჩევად არ მოვედით ხო შენი პარტიის შენი პარტია არის რომელიც მონაწილეობს არა დამიკროთ არა ერთი წუთი დამასრულებინე ნახე შენი პარტიის გასარჩევად არ მოვედი მაგრამ როდესაც შე ლაპარაკობ რომ ქართული ოცნების დამარცხების გზა გადის სიმართლის ლაპარაკზეო აქ ლაპარაკი აი ზუსტად მაგ სიმართლის ლაპარაკის ნაწილში დაგისვი კითხვები კონკრეტული რომელიც დაგროვილი მაქვს შენ პარტიასთან სადაც სიმართლეს არ ლაპარაკობთ ტყუილ სიძახით მათ შორის პოპულისტობს კიდევაც კი ძალიან მაგრამ ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს მაგრამ ქურდულ სამყაროსთან კავშირზე რაღაც კანონის შესახებ რომ თურმე ქურდული რწმენის თავისუფლება ამაზე ლაპარაკობთ კი რწმენის თავისუფლება ხო არა ნუ აი მე მგონია რომ ძალიან ცალკე გადაცემა არა ნუ არ გადადიხართ მოდი არ გესმის რაღაცა კი არა სანდრო ერთი წამი მოდი არა ერთი წამი მაცადე გაგიგზელებ თუ გინდა ამ თემაზე კი გაგიგზელებ ამ თემაზე თუ გინდა ვისაუბროთ დიდხანს კიდე და მათ შორის შემიძლია თქვენთან ამოვიდე ლაივში საიდანაც გამომაგდეთ უბრალოდ კითხვის დასმის გამო ნახევარი ქვეყანა გლანძღავდა პოპულისტი დაარქვი პოპულიზმი ყველაზე
მათი პოპულისტური ყველაზე პოპულისტურია. კი, ქურდული სამყარო აპრიორი არის ორგანიზებული დანაშაული სანდრო. და როდესაც მის იმებს იზიარებ, ანუ იმის რა იზიარებ წვენას? არა, ერთი წვენას არა, მისი წესების მიხედვით ცხოვრობ. მისი წესები აპრიორი რამეს ანუ თუ არ გქონდა მაშინ იზიარი ქურდი თუ ხარ ყველი ხარ და თუ არ არაშავე კარგი ანუ წვენის ორგანიზებული დანაშაული არის წვენის თავისუფლება ოკეი ასეთი ტყუილები არა ორგანიზებული დანაშაული არის წვენის თავისუფლება ამას საიდან იტყვი ვერი არა საბავშვო ბაღში არიან ანიმატორებად ხო ანიმატორებად არიან შესაძლებლობა რომ ჩემი ერთადერთი ფუნქცია შევასრულო ისე რომ რა ვიცი ნორმებში ჩავწერ ტყუილებზე ხო ჯობია საკუთარი ტყუილებით საერთოდ საკუთარი მანძილზე დაგროვილი ტყუილები ხო არა ტყუილები არა როდესაც იმალებით საუბრიდან კი მე შემილი ამ მტკიცებულება აქვე განახო სანდრო აი აქვე მაგ არა გიორგი კაცო შეხარ უზდელი ადამიანი და მადლობა სანდრო კი უზდელი რო იყო ეხლაც გამოგიჟღავნებდი მაგას დამიჯერე ეხლაც ეხლაც ანუ შენ მოგნა თვა ვინმე პოლიტიკოსად თუ რამე პოლიტიკოსობის ფაკულტეტი დაამთავრე ის მერე ხარ პოლიტიკოსი მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რაში გამოიხატება იმიტომ რომ რაში გამოიხატება მე მაზლევ ანუ შენ ის გამო ხარ პოლიტიკოსი ხმას გაძლევენ ადამიანები ხო და ამიტომ მე მაქვს მათ მიერ პასუხისმგებლობა აჰა პასუხისმგებლობა და სხვა პოლიტიკოსები რომლებსაც ანუ ვიაგოსაც ხმა რომ იცეს პასუხისმგებლობა ქონდა თავის ამომრჩეველთან აღარ ვდებატობთ გთხოვთ რომ პატივი მცეთ იმიტომ რომ მე არ შემიძლია არც ხმისა წევა და საკმაოდ მორიდებული ადამიანი ვარ იმისთვის რომ ჩემზე ბევრად უფროს არ ვიცი ხმამაღლა მიუმართო თუ მაინც და მაინც თვითონ არ გადმოდის შეტევაზე. გავაგრძელოთ სტიმული. ძალიან დიდი ბოდიში. კიდევ ერთხელ. დახარჯოთ სტუდ. დავამატეთ 10 წუთი ამას და კიდევ 8 წუთი გვაქვს სადებატოდ. გთხოვთ რომ კარგად გამოვიყენოთ ეს დრო მაქსიმალურად ამოვწუროთ, რაც გაქვთ სათქმელი. გიორგი მეჭვი არ მეპარება თქვენს იმაში რომ ნუ არასამართლიანი გგონიათ ის რომ ვიღაცამ დაგბლოკად. თქვენს მხარდამჭერებს აუცილებლად მართალი ეგონებათ, სანდროს მხარდამჭერებს აუცილებლად ყოლია, ამიტომ ამის გარჩევას ეხა მე აზრს ვერ ხედავ ამის გარჩევაში. გასაგები არის რაც მოხდა. გთხოვთ რომ ისევ დაუბრუნდეთ უკვე მე რამდენი ვამბობ, მაგრამ არჩევნებს 4 ოქტომბერს იმას რომ ადამიანები უკვე ამდენი ხანია პროტესტის სახით რუსთაველზე იკრიბებიან და ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. გასაგები მე შეიძლება გეთანხმებოდეთ რომ ოპოზიცია უმეტეს შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევა, პირადად მეც შეიძლება არ მომწონეს, მაგრამ მე ვერ ვკარგავ იმ ადამიანების ძალისხმევას და არ დავკარგავ, რომლებიც არავის მოსვლის გამო, თავისი მომავლის გამო დგანან, მათ შორის მეც უკვე 1 წელია და არ ვიცი ნერვების თუ რის ფასად იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის და არა იმისთვის რომ ოპოზიციიდან ვინმე მივიდეს და რაღაც მანდატი მოირგოს ან სკამი. ამიტომ გთხოვთ რომ აი ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ეს ხალხი რასაც აკეთებს არასწორია? რას უნდა აკეთებდნენ? რა გგონიათ რომ უკეთესი იქნება? ამაზე ხო, ანუ ზოგადად თავარი პრიორიტეტების არის ახლა როცა გვარამია ქოცევის ფულით ამხობდა და ეს არ არის მნიშვნელოვანი და რამდენი წესლა გავათამაშეთ ეს არის მნიშვნელოვანი ეს უბრალოდ მიუთითებს პრობლემის მასშტაბზე. გვარამიასთან ჩემთან ვსაუბრობ, მე გვარამიას სამორჩეველი არ ვარ რა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. არ შეიძლება ქოცევის ფულით დაამარცხო. ხო და აი ეს საკითხი რო არის მოგვარებული. მე გეთანხმებით, მაგაში პირიქით ძალიან მომწონა, რაც იზახდით რომ ჩვენ ფულს არ ავიღებთ და ხელფასში ჩაგვერიცხება ყველაფერს ისევ უკან ხალხს დაუბრუნებთ. პირიქით ძალიან აიღეს. ხო, ნუ ეს არ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ. არა, ხაშტაღის სხვა გამოაქვეყნოთ. გიორგი, საერთოდ ანუ 2 ტესლა მოგივიდათ, პარტიის დაფინანსებით 2 ტესლა მოგივიდათ, მარტო პარტიის დაფინანსებით 2 ტესლა მოგივიდათ. პასუხი გამეცი რა ღირდა ტესლა, თითო ტესლა რა. რა ვერ მოინელე დედას მის. მოვინელე, არა, ერთი წამი კითხვას, ანუ გადმოდი პასუხი არ გაქვს. 200 მილიონი ქცევის ხელი აქვს, რატომ არ გაინტერესებს? პასუხი არ გაქვს და ჩემ პარტიას აწევთ. მომისმენ ერთი წამი. მართლა არ გაინტერესებს, ხო? შენ როცა შენ მოგეცი ხმა, როცა შენ მოგეცი ხმა, კი, როდის მოგეცი. შენს და იაგოსაც კი როცა მოხდა ეს მითხარი როდის მომეცი არ არის საჭირო კი მოგეცი ხმა 20-ში და 20-21-ში 20-ში და 20-21-ში კი და მანამდეც ყველა არჩევნებზე საერთოდ პირადად იაგოს ხარდამჭერი ვიყავ პირადად ხო ამიტომ ერთი წამი ამიტომ შეგვიძლია ამოვიღოთ პარტიული დაფინანსების რაოდენობა და ვნახოთ რამდენი ტესლა და რამდენი 2 ტესლა მოდის 2 ტესლა მოდის 2 ტესლა მოდის 2 ტესლა მოდის ბევრად მეტი მოდის გასაგებია გასაგებია. ტესლაზეც გავიგეთ. აი ხო მოგცემთ დროს უბრალოდ მინდა ისაუბროთ კონკრეტულად. ტყუილებს მაგალითად გაწყენა აქვს. ტესლა ვერ მოიგო. წენა რა ტყუილებს ლაპარაკობ, წენა რა შუაში ასამბლეა. ტყუილებს ლაპარაკობ. ტყუილებს ლაპარაკობ. კონკრეტულად გეუბნები შენმა პარტიამ თქვა, შენმა პარტიამ ბიუჯეტიდან ფულს არ ავიღებ, ამ ფულს დავაბრუნებ უკან. დაუბრუნდეთ, ხალხს დაუბრუნდეთ. გამოაქვეყნეთ ეგ დაბრუნება. გადებულია შენ რო არ იცი შენი პრობლემაა. ანუ 2 ტესლა მოგივიდათ 800,000 ლარი.
სანდრო და გიორგი, ერთი წუთი გავაგზავნოთ დებატი. სანდროს სიტყვას დაგიხმობთ თქვენ და მინდა ისაუბროთ. და ამიტომ ერთ წუთი სიტყვას დავაზუსტებ, მინდა ისაუბროთ იმაზე, რატომ გონია სწორი არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როცა სხვა გარშემო ამდენ პრობლემას ხედავთ, როგორ აღმოჩნდა ისე რომ არჩევნებში ვერ ხედავთ პრობლემას. ანუ ზოგადად თავი ზუსტად ამაშია საქმე, რომ როცა ჩემი ოპონენტები ოპოზიციიდან, რაღაცა ბიზნესგან ფულს იღებენ და ბიზნესს ებრძვიან, მე ერთმანეთში კინკლავობენ, ერთმანეთს ლანძღავენ, იტყუებიან, მე ხვდები რომ ესენი არაფერი მოგებას. ანუ ბოიკოტი ხო ბოიკოტი არ იყო, ეს ტყუილი იყო დამავსდა გამორჩა. არჩევნებში მონაწილეობა ვიღაცა იღებდა, ვიღაცა არ იღებდა. მანდატები დათმესო და ყველა არ დათმო. ფულს ვიღებთო და ვიღაცამ აიღო და არ აიღო, ვიღაცამ და მთელი ამბავი იყო. ანუ ყველაფერში რაც აკეთა, ყველაფერში ტყუილი იყო. ხო და ამიტომ რომ დავინახოთ ის არაპირებენ. სიმართლეა? არა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე რამდენი იყო ორი პარტია ხა ვინც იღებს მონაწილეობას, ამ დროს კოცების შემოგდებული თემაა და ამაზე ვილაპარაკე. მე ზოგადად ხო ყველაზე ლაპარაკ პრობლემაა, როცა დავინახეთ რომ ეს ხალხი არაპირებს მოგებას, არჩევნების მოგებას. კოცების დამარცხებას, რომ ეს უბრალოდ სპექტაკლია. რა, მე მგონია რომ გვარამია მოსყიდულია, ჩეურებად, კოცების მოსყიდულია და სანამ არ დადები 40 მილიონი საიდან იშოვეს და ტესლაზე არ ინერვიულები ამის ნაცვლად და უბრალოდ თავისი 40 მილიონი საიდან იშოვეს რუსული რეჟიმის პირობებში. სანამ არ დადები, მე სულ მეცოდინება რომ კოცების მოსყიდულები არიან და ეს კითხვა მარტო მე არ მაქვს. ეს კითხვა აქვს ლელოს, ხაზრაძის ქონდა გვარამიასთან ეს პრეტენზია აქედან წამოვიდა საერთოდ ისტორია. ეს გახარიას ნაცევსაც კი ქონდა დღემდე აჟღერებენ. ამიტომ მე ამ ხალხთან არანაირ საერთო არ მინდა მქონდეს, იმიტომ რომ მე მგონია ამათან ერთად კოცებს ვერ დაამარცხო. კი ბატონო. ჩავიკითხებით, როცა გინდათ რომ ამ ხალხთან საერთო არ გინდათ, როცა რაღაც მილიონები საეჭვო გგონიათ, მაშინ რატო ფიქრობთ რომ ნორმალური და რაციონალურია თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, რომლის რენდომ დეპუტატს აქვს მაგდენი ფული შეჭმული? რენდომილებს ალბათ არ იქნება 40 მილიონი, მაგრამ რაციონალურია იყოს. მე გეტყვი, შენ არ მოგიქნას რომ ქართულ ოცნებასთან ზოგადად თანამშრომლობ. შენ ბოლოს გაჟღერებული რაც იყო. შენ ყოველს ნათქვამი მოგავს რომ არასოდეს მე ბოლოს თქვენს ბოლო ინტერვიუს მოусმინე ამ გადაცემისთვის რომ იმზადებოდი, სადაც საუბრობდით იმაზე რომ ფორსტები დიღომში არ მახსოვს ზუსტად მეტრო სად იყო აღარ მახსოვს მეტროს გაკეთებაზე იყო და იმაზე აპელირებდით რომ შეუძლებელია ისე გააკეთო რამე თუ ქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებ როგორ დაალაგდა რომ ვერ ითანამშრომლებ 4 ნომერთან რომლის ლიდერი ზის ციხეში რომელთანაც თანამშრომლობდით აქამდე ძალიან კარგად და როგორ დაალაგდა რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ძალიან კარგად ითანამშრომლებთ და ეს არ გიქნით პრობლემას. ეხლა მე გაგიხსნი, იმიტომ რომ საუბარია, შურცა საუბრობთ რომ ქართულ ოცნებასთან ითანამშრომლობთ. უწუში რომ ჩავეტიოთ და ბოლოს გიორგისაც მიცემ სიტყვას კი არ თანამშრომლობთ, ეს იყო საუბარი არჩევნების წინ, რომ საერთოდ ჩვენ ყველასთან ითანამშრომლობთ ზოგადად. მაშინ დათქვამეთ გვარამიასთან, რომ ყველაზე მიუღებელ ტიპთან თელ ქართული ოცნების დროს გვარამია იყო ყველაზე მიუღებელი? ხო, ჩემს გვარამია ყველაზე მიუღებელი და გვარამიას პარტია ზოგადად თელ პოლიტიკურ სპექტრში რო იცოდეთ, მაგრამ როცა ვაუბრეთ რომ გვარამიასთანაც კი ვითანამშრომლობთ მეთქი შემდეგ პარლამენტში. თუ ის დაუჭერს ჩემს სასამართლო რეფორმას ხარს, რაღაცა ეროვნული ბანკი იქნება ეს თუ რა ვიცი, პროკურატურის რეფორმა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პერსონალიები, პირობითად ანრი ოხანაშვილი დააჭერს წვანღილაკს, თუ გვარამია დააჭერს და საჯაროდ სუნა ერთიები გქონდა. ამიტომ უბრალოდ ჩვენი ჰეითერები და ვინც ჩვენზე ყოლოს არ წელს, თუ ისინი კოცებთან თანამშრომლობენ. კოცებთან თანამშრომლობა კი არა, ჩვენ გვინდა ჩვენი იდეების გატანა. და ჩვენ ისე ვიქცევთ, რომ ჩვენი იდეების გატანის ალბათობა გაიზარდოს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ყოფთ პოლიტიკურ პარტიებს რუსობით პერსონიფიკაციები, იდეების განხორციელება. გვარამია მაგალითად, გვარამი ოდესმე დამეთანხმებოდა. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში და ტერორი იქნება მთელს ქვეყანაში. რა დროს მეტროს ჩატმა, თუ კარგად მოусმინდეთ. ბანერის წარწერის გამო 5 წლით, ანუ რა დროს მეტროს. სავარაუდოდ ჩვენ რო გავიმარჯვოთ თბილისში და უმრავლესობა ავიღოთ, არ იქნება ქვეყანაში ტერორი. გასაგებია, იგი ოპოზიცია მოიგო, თუ ოპოზიცია მოიგებს არჩევნებში არ იქნება. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, ეს ტერორი არ იქნება. ყოფილი ოპოზიცია მთავრობაში და არ იყო ესეთი ტერორი ნამდვილად. 5 წლით გოგო ციხეში არ წასულა ბანერის დაზიანების რაღაცა რო აზრი დავასრულოთ. თქვენ თუ უშვებთ რომ მე მოვიგე თბილისში არჩევნებს და თბილისში იარბო იქნება არანაირ ტერორი. ხო და ამაში რაზნერვიულო. რაზოს მეტრო შენდობა. ხო, მაინტერესებს თორე მე მეტრო თუ აშენდება ჩემთვის უკეთესია. არა, ხო და ამაშია საქმე. თქვენ ხო რაღაც აზრი ლოიკურად ვერ აწყობთ. უყურეთ რა შეა საქმე. თუ თქვენ უშვებთ რომ ჩვენ გავიმარჯვოთ თბილისში და მე თანაბრად ტერორია და მე გეუბნები არა. მე თქვენი აზრი მაინტერესებს თორე მე არც კი უშვებ რომ ხო და ამიტომ ჩვენ თუ გავიმარჯვოთ არანაირი ტერორი არ იქნება და თუ არ გავიმარჯვოთ გასაგებია შეიძლება ბევრი რაღაც დიდი მოხდეს. სიმართლე გითხრა ქართული ოცნების გამარჯვებას მე ბევრად მირჩევნია თქვენ გაიმარჯვოთ და ჩემი სურვილი რომ იყოს აუცილებლად გამარჯვებიან. ვიცი რამდენად ჰეითერებში ვარ, ვიცი ამაშია პრობლემა. მე უკურის პირიქით გეუბნებით თქვენი ქართული ოცნების გამარჯვებას მირჩევნია მეც მათ შორის მიუხედავად იმისა რომ ბევრი პრეტენზია. გოდიში, რატო მე
ხედავთ თქვენზე უარესი მაქვს სულ თავდაცვის პოზაში ხართ და პირიქით არგუმენტებით ჯობია არ არის საჭირო ეგეთი პანიკა და შეგეძლებათ რომ დაასრულოთ ბოდიში უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ იმიტომ რომ ჯერ-ერთი ალექსანდრე მართლა არ ვარ თქვენი ჰეითერი პირიქით თქვენი ამომრჩეველი ვიყავი შენზე არ ნაკლებად მაგრამ გიორგინა არც მე მეკითხებზე პასუხებს ვითხოვ მხოლოდ არა მე ხო ვიცი როცა მოდივა ამიტომ პირად თავდასხმებს ვიღებ პასუხების მაგივრად გადაჭრებულად ცუდი წარმოდგენები ქონდა თქვენი საკმაოდ ცუდი იმიტომ რომ მე მართლა არც ეგოს ჰეითერი არ ვარ არც თქვენი პირიქით მე შეგიძლიათ თუ საფრთხე ეგ იქნება მხოლოდ ალტერნატივა თქვენ თუ ქართული ოცნება ეჭვი არ შეგეპაროთ მომიცია ისედაც და აქამდე ამის შემდეგაც მოგცემთ მაგურ ალტერნატივაშიც მეც თქვენ მოგცემთ ხალხს მიუხედავად იმისა რომ ბევრი კითხვები მაქვს ხშირად ჩაგეჭერით უბრალოდ მაინც თქვენ საუბრობთ და ამიტომ ერთ წუთს მივცემ გიორგის თუ გსურთ რამის დამატება რადგან არ მოკლე შეჯამებას მე ბოდიშ გიხდით მაგრამ ჩემი მოკლე შეჯამებას გავაკეთებ ერთი რომ იმაში ვეთანხმები სანდროს რომ სიმართლე არის მნიშვნელოვანი ქართული ოცნების დამარცხებაში და გამჭვირვალობა უბრალოდ როდესაც სიმართლეზე საუბრისას სხვისკენ იშვერთით საკუთარ სიმართლეებზეც უნდა ილაპარაკო ჯერ მეორე ის არის რომ არ ვიცი იდენტიფიკაციის პრობლემები აქვს და აქ რაღაცა ანუ გარედან რუსულ გავლენებზე ვერ ხედავენ რაც ჩემთვის ძალიან გამაოგნებელია როდესაც სულ ცოტა გენერალური პროკურორი არის მაგალითი ამისი მათი და პირდაპირ ეს თქვა რაღაცა ხელით მართავდა აქ რაც კონკრეტ საზოგადოებრივი აზრის აზრზე მოქმედებას ახდენდა და ასე შემდეგ და რატომღაც რაღაცა პერსონალიებზე გადადის მესამე კამათისას უბრალოდ არ მომეცა საშუალება ლოგიკური ჯაჭვი ამეწყო გამომდინარე იქიდან ის სიმართლიდან წამოსულიყავი და უბრალოდ რაღაცა არგუმენტები რაც დაუყენე ამის საპასუხოდ პირად თავდასხმებზე გადმოვიდა და ჰეითერს და უზდელს მიწოდებს როცა თუ შეიძლება დამასრულებდნენ მე მხოლოდ ფაქტები ვცად მე ხო ჩუმად ვიჯექი მე გისმენდი სანდრო მოდი დავიცვათ რაღაცა წესები როდესაც დილობაზე ერთმანეთს ვესაუბრებით ერთმანეთს ჩავეჭრებით მე კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობ მხოლოდ კონკრეტული ფაქტებით და როდესაც კითხვას ვსვამ და ამის პასუხად შენგანაც ვახოსგანაც ვიღებ რომ პროვოკატორი ვარ უზდელი ვარ და ასე შემდეგ ამის კონკრეტული ამის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და მე მაქვს კონკრეტული კითხვები მათ შორის როდესაც ხმებს როცა ხმას ითხოვს და მხარდაჭერას ითხოვს და სიმართლეზე გაქვს საუბარი და მათ შორის რუსობა არის გაქცევაო და დაბლოკაო პირველ რიგში თქვენ თვითონ აკეთებთ ამას ამიტომ დავსრულოთ კითხვების რეჟიმზე გადავიდეთ ორი კითხვა მაქვს და ვეცდები რომ გავაერთიანოთ თქვენც როგორც მოგიხერხდება 5 წუთში ისე მიპასუხეთ. ამ გადაცემის მთავარი აზრი არის ის, რომ დღევანდელი თემის, რომ როგორ მოვუგოთ ქართულ ოცნებას, როგორ დავამარცხოთ. შესაბამისად, რასაც კონკრეტული პარტიები აკეთებენ, ლოგიკურია რომ გონიათ რომ ეს არის საუკეთესო გზა მათ დასამარცხებლად. თქვენ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ლოგიკურია ვიფიქრო რომ თქვენი აზრით ეს არის მათთვის ცუდი და მათთვის დამანგრეველი. იმ პირობებში, როცა ბოლოს რაც ხდება, აგერ 1 საათის წინ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, რომელიც საერთოდ სხვა საქმეზე რაღაც არ ვიცი წესიერად, შემთხვევით ძალიან ცხადია, რომ სინამდვილეში 4 ოქტომბერს უკავშირდება. გამოუშვეს იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ბოლო წუთს ერთი თვეც კი არ იყო დარჩენილი, იმდენად ცოტა იყო, რომ ეუთოდირმა უარი განაცხადა ამ მოწვევაზე. ესეც ჩემი მოსაზრება არის, რომ პირდაპირ აწყობდა თეუთოდირის დაკვირვება, იმიტომ რომ ფაქტობრივად არაფერი იქნებოდა გასაყალბებელი. მაინტერესებს ამ პირობებს, როცა ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ, როგორ შეიძლება რომ არჩევნებში მონაწილეობა მაინც გეგონოს პრობლემის შექმნა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აქ შყარად ისე იქცევიან, რომ თითქოს ეს აწყობთ მათ. და მეორე კითხვასაც აქ დავამატებ, მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რას ერჩით პროტესტს. იმიტომ რომ ჩათვალეთ, იქ ადამიანები ვინც დგანან, მე მოდი პირადად ჩემთავზე ვისაუბრებ, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს არც პოლიტიკაში ყოფნის და იმედი მაქვს ცხოვრებაში პოლიტიკას არ გავეკარები. ასევე არ მაქვს ინტერესი, რომ ვინმე ჩემი ფავორიტი მოვიდეს მთავრობაში, ჩემი ერთადერთი მიზანი, როგორც სხვა ადამიანების არის ის, რომ ქართული ოცნება წავიდეს. და მაინტერესებს, რას ერჩით ადამიანებს, რომლებიც დგანან უკვე თითქმის 1 წელია რუსთაველის აქციაზე, არ აქვთ არანაირი გვერდითი და ფარული ინტერესი, მაგრამ თქვენ გასაგებია არ მოგწონდეთ და გასაგებია რომ არ ეთანხმებოდეთ ამ გზის ეფექტურობას, მაგრამ როგორც მინიმუმ გინება უზრდელების ძახილი და გაუნათლებლების ძახილი, არ ვიცი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ეს ორი კითხვა მაინტერესებს და ვისურვებდი ამ მომწურავ პასუხს. იმედი არ შემაწყვეტინებთ ეს პირველ რიგში მე მგონი რაღაც ხშირად არის ხოლმე რომ ლილოს გამონათქვამს ჩვენ გვაწერენ რომ რაღაც ქალაქები უნდა გამოგლიჯონ და კოცები დაამარცხონ და შემდეგ ჩვენ რაღაცა გვიქონს ეს მეტიც ზოგადად ჩვენ ხედავთ ამის შესაძლებლობას თუ ოპოზიცია ერთიანი იქნებოდა მაგრამ ნუ ხა როცა დავწუნდით რომ შეუძლებელია რომ ერთმანეთს ჭამენ და ლავის ლანძღავენ
და მოგებას არაპირებენ, რასაც აქამდე ყვებოდი, ჩავთვალე რომ ოკეი, თქვენ არ ამარცხებთ, მე აუგერ მაქვს, რა ვიცი, თვიური ბიუჯეტი 100,000 ლარი, მაგრამ ყავს ქართული ოსტიმოს წინაშეზე მილიარდზე მეტი დახარჯა. მე მესმის რომ კონცეპტს მე ვერ დავამარცხებ, უბრალოდ ვერ დავამარცხებ, რომ არ მაქვს ამის რესურსი. არ მაქვს დიდი ტელევიზია და შემდეგ. ამიტომ ჩვენი თავარი ამოცანა, ჩვენი აი ხო არ შემოწყვეტინეთ. ასე ნამდვილად შემიძლია ამარცხით, მაგრამ კარგი შევიკავებ თავს რომ არ შეგეწყვეტინე. რა ითქობა რომ სადმე თამაშობს ეს თვითონ ტყუილი ნარატივია რომ ჩვენ კონცეპტთან რაღაცას ისეც ვაკეთებთ, რომ ყველაფერსაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი საჯაროა და ახსნილია. უბრალოდ ადამიანს თუ არ უნდა და რაღაც აი როგორც წინაც საჩნოდ რაღაცა დაიწყო ჩვენზე აგორდა კამპანია რომ ისინი კონცეპტთან კოალიცია შეკრავენ და უბრალოდ აი ჩვეულებრივი ტყუილზე ნარატივი ადამიანი იმამ უჩვენებს რომ არ დაფიქრდებოდა და ბრმად მიიღო და გასწავლებას და ახლობით იგივე ამბავია. ჩვენი იდეების გატანა გვინდა. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ რომ ოპოზიციაში ისეთი ბარდაგია რომ აქ კოცების დამარცხებაზე აზარანების საუბარი არც კი მიდის. და საბოლოო ჯამში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რომ ეხლა უფრო მეტი მხარვაჭერი ვიპოვოთ, გავძლიერდეთ, ვიპოვოთ ხალხი რეგიონებში, სადაც ჩვენ ისტორიულად უფრო სუსტები ვიყავით დიდ ქალაქებში, ავაწყოთ პარტიული სტრუქტურა, გავზარდოთ ცნობადობა, დავანახოთ განსხვავება მას შორის ჩვენსა და ლელოს შორის, იმიტომ რომ არჩევნებში არიან, ჩვენსა და ნაციებს შორის, რომელიც ხარ რაღაც რევოლუციას აწყობენ. აი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ მე როცა გაჩნდება შესაძლებლობა რომ ქართული ოსტიმა მართლა დამარცხების პირას იქნება, ჩვენ ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ გავლენა მოვაკეთოთ ამ პროცესს. ბოდიშ ჩაგეჭრებით, დიდი ხანია საკმაოდ როგორც პარტია არსებობს და თუ აქამდე სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს რამდენი პროცენტი აიღეთ არჩევნებში, მაგრამ ნუ დიდად სახარბიელო არ იყო ალბათ თქვენც თანხმდებით. თუ ამდენი წლის განმავლობაში მე თქვენი მხარდამჭერი ვიყავი 2018 წლიდან, ნუ მინიმუმ 7 წელია არსებობთ და თუ გაყავდა უფრო მეტი ხმა გეკუთვნით წესით, მაგრამ არ მგონია რომ ეს იყოს 13% არც დიდად არაფერს არ შეჭრიდა ესე მგონია. არა, აბსოლუტური რიცხვში პროცენტი ხო და მოკლედ ეს მაინტერესებს. მინიმუმ მე ვიყავი თქვენი მხარდამჭერი 7 წლის წინ და მე რამდენიმე წელი. ამ 7 წელში ეს დრო არ არის საკმარისი, რომ ის გააკეთოთ, რასაც აქამდე ფიქრობდით, რასაც ხა ფიქრობთ რომ გააკეთოთ. ამ ძელი გზა გავიარეთ ჯაფარას წასვლა და ეს ტყუილების ნარატივის. აი ეს უშლიდა ხელს? კი რა თქმა უნდა. და კოცები არ შეუშლიან ხელს? არა, მე მგონია ეს კოცებს გაკეთებულია ზოგადად, მაგრამ საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ჯაფარა ვერც გადაგდა და ელაპარაკა აი მაგალითად წამოგინე გიორგი არის პარტიის წევრი. მოდი, ჩემს სუბიექტურ აზრს გაფაშია ფაქტები, ხო ვერსატები. ჯაფარა უბრალოდ არის საკმაოდ კარგი ადამიანი და არასდროს არ შევა დიალოგში უკაცრავთ ძალიან დიდი ბოდიში ესეთი რაღაცები ვერ ამოწრით მაგრამ ეტალონია ჩართლახობის შემოჭრა ჯერჯერობით რაც ჩანს ზურაბ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მორალის მქონე ადამიანი არასდროს გადაუბიჯებია თავის სიტყვას დიდი ბოდიში თქვენგან განსხვავებით ზე ამ თანთი ამაშია რომ თვითონ ისდა ჩუმა თავის ისტორიებით ჩვენ გულანძღავდა და არასდროს ჯაფარას არ გაულანძიხარ არც პირად საუბარში ჯობია თქვას იმიტომ რომ აი რა ვიცი ხალხმა შეაფასოს ძდილობას, ხალხმა შეაფასოს დამოკიდებულებას, არგუმენტაციას და ყველაფერს. არა, ჯობია ხალხმა შეაფასოს. ამიტომ პოლიტიკა საჯარო პროფესია, რომ პოლიტიკა საჯარო. ჯაფარას უდესნეროს დისკუსიაში ყოფილი ყველაფერი განათება. თუ როგორც თქვენ ადამიანი გაურბის ლაპარაკს, ეს რუსულობა. ეს რუსულობა. იაგოც გაურბის და რუსია. იაგოც გაურბის ლაპარაკს და რუსია არ გაურბის. თუ ჯაფარა არის ადამიანი, რომელიც თქვენ ახასიათებთ, რატომ მოხდა რომ ჯაფარამ დაქტოვოს და არა პირიქით. იაგო ქუჩაშიც კი გარვა. იმიტომ რომ პარტია ვერ წაგვართ ხო? ხო, არა, არის გვაგდებდა ზოგადად რო იცოდეთ და მოგდეთ. საბოლოო ჯამში აქეთ გასიამოვნებდა. კარგი, ეგრე გეგმოთ, მაგრამ ერთ მეორე კითხვაზეც რომ ხო, ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა რომ გავძლიერდეთ და რატომ ბევრი ასეთი გზა გავიარეთ, ბევრი რთული რაღაც, ბევრი ძალიან სრული ადამიანი და ერთი ჯაფრავს კარგი გააკეთა, მართლა ეს ყველაზე ამაზე ხალხი მოგვაშორა და წაიყვანა თან და ბედნიერები ვართ ეს ხალხიდან არიან. ამიტომ სულად ახალი მხარდაჭერები მოვიპოვეთ. სულად სხვანაირი ეს ვთქვათ პარტიული სტრუქტურა გასაგები ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მეორე ჩვენ გავძლიერდებით და მისაღები არ არის, უბრალოდ გასაგებია. პროტესტებს რომ მითხრათ, რატომ პროტესტის პრობლემა არის ის, რომ პროტესტს არ აქვს იდეა. და ტულზე და მაგალითად რო სამბერო რუსთავის კეტავთ. რუსთავის გადაკეთდა თავის შინას სკოლის ნიშნად და მინიმუმ 5,000 ადამიანის ყოფნას. რეალურად ეს არის აქტივისტები რა ტელეფონს აწვობენ პოლიცია. შური ცოტა ისეთი რამე არის. უბრალოდ ესეთი გიმებაზე არის საუბარი. გიმე რამეა,
შური. არა, ზუსტად ეხლა თქვენ რაღაც იაგოს წენები ჩემზე წენა არა, კითხვები გაქვს პოლიტიკოსთან გვაქვს, არა როგორც ამორჩევლებს ჩაგევარდათ. არა, როგორც ამორჩევლებს უკაცრავად ხმას რო ვაძრავ, იმ ხმას უკან მიუყვები და ეთილი უნდა ინებოს და ანგარიშვალდებულება უნდა კონდეს იაგოს თავის ამორჩევლებს. წენა რა შუაში. რაღაცას აკეთებს და ვერ ხვდება რომ შესწავლას უშვებს და არასთვის თავის ქცევას. ეს ნამდვილად ინტელექტის მითითება. მეორე მე ვხედავ როგორ ექცევიან თავისიანებს. მე ნაკლებ მაგას მე მოფისი მაგას უნდა ვდივარ იქ და რაღაც მე პრობლემა არ მქონდა ხალხს ზოგიერთ ველაპარაკები ხომ კიდეს. ზოგიერთ ჩუბები კიდეს, მაგრამ არა უშავს. აბსოლუტურად ხართ თუ დიდი ხანი აღარ ყოფილ ხარ. არა, მე სულ გვერდზე გავli ხომ ჩვენთან მოდიან ჩვენს პარლამენტთან უშუალოდ ოფისი ვაქვს და ძალიან ხშირად გუშინ წინას კი გავიარე პროტესტთან და ზოგიერთ რაღაცას შეხვდება რაღაცას მერტყვის, გავესაუბრეთ პრობლემა არა, მაგრამ მე ზოგადად მგონია რომ კი ეს ხალხი ცდება. ეს ხალხი უბრალოდ უტეხავს სიტყვა პროტესტს შინაარს და თქვა პროტესტი დაკარგა შინაარს, იმიტომ რომ ტყუილია რამდენი უშუალოდ აკეთება პერფორმანსია რომელსაც პოლიცია არა პოლიცია აკეთებს სადღაც გაგვეწელა გასაგებია ამიტომ მისმის მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკოსები რომელიც პასუხისმგებლები არიან ამ პროტესტზე, იმიტომ რომ ნებისმიერი პროტესტი თუ ის პოლიტიკურია პოლიტიკოსებზე უნდა ილიქებოდეს. ეს პოლიტიკოსები საჯარო ლაპარაკობენ, საერთოდ გასაკეთებენ მოთხოვნები რა არის, რამდენი ლაპარაკობენ, მოთხოვნები არის უნდა რა სიტყვობენ საბოლოო ჯამში, კაი ხანი ერთი ნახევარწელი სამე ბოლოს წელს არაფერი არ გვიდა თავი და ხოსები დავამყო. გასაგებია. ეს არის პრობლემა. მივიღეთ თქვენ პასუხ, მაგრამ ძალიან საწყენია პირადად ჩემი აზრი რომ გითხრათ, რადგან მაქვს ამის შესაძლებლობა, როდესაც ადამიანები მართლა ცხოვრებას დებენ, მართლა გულწრფელი მიზეზით და მე ხვდებათ წინის რომ ადამიანები თურმე არიან გაუნათლებლები, უნივერსიტეტში არ დადიან და სავანძღავი და საგინებლები ხდებიან. იმის გამო რომ აკეთებენ არ უნდა რომ გაჩერდეს, მე რაღაც მომენტში ჯუძინეულანიშვილის სიტყვებით ლაპარაკობ. იმას რაც გონიათ რომ სწორია და თავს დებენ ქვეყნის გამო. ამიტომ მე მაპატიეთ მიკერძოებულობისთვის ძალიან არასწორი მგონია აქციის მონაწილეებზე ესე უხეშად საუბარი. ბოდიში თუ ვწდები. კიდევ გონია რომ ისინი ცდებიან უბრალოდ და თემი პრობლემა. შეიძლება ცდებოდეთ, მაგრამ გინება არ არის საჭირო და არ სულანძღვა. მეც მგონია რომ ცდებით, მაგრამ არასდროს მიგინები ხართ. მოდი გიორგისთან გადავალ კითხვაზე. ზოგადად, მაგრამ თვითონ აქციის მონაწილეების სტანდარტიც რო იყოს განსხვავებული, შეიძლება სხვა მოდი სტანდარტებზე ნოვისაუბროთ. ცნაურია ბიზნესმენის ფრაზებით ლაპარაკობს სანდრო ძალიან. გიორგი, ცოტა მეგონა რომ სხვა თემებზე ვისაუბრობთ, მეგონა რომ ერთი წუთი. კედელსო თავით ეჯახებიან. უფრო მეგონა რომ აქციებზე სანდრო ერთ წუთი დავასრულებ თუ შეიძლება აქციებზე 4 ოქტომბერზე და არჩევნებზე ვისაუბროდით და ამიტომ ესეთი კითხვები მქონდა თქვენთვის მომზადებული. აქტიურად ვისაუბრეთ მეტნაკლებად, ხო, ან სიმართლე იყო მთავარი, რასაც სანდრო ამბობდა და ნუ მაგრამ მოდი ესეთი ხოს დაგისვით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი სინდისის პატიმარი, რომელმაც თითქმის სულათვე ზუსტად ურათვე ესე თქვით წეგან გაატარეთ ციხეში და დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ რთული არის და არ ვიცი ხო ნუ არ მგონია რომ მარტივი იყოს. მით უმეტეს როცა შარშან გქონდა ესეთი გამოცდილება 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ხალხი გამოვიდა მართლა თავდაუზოგავად ისეთ რაღაცებს ვაკეთებით, რაც არ წარმომედგინა, რომ ზოგადად მაგალითად მე შემეძლო მაგ რაღაცების გაკეთება, უფრო გაბედულები ვიყავით. მაგალითად ბიჭები როცა ბოთლს ისროდნენ, ცარიელ ბოთლს, სალფეტკს, ამის გამოსხედან დღეს ციხეში. ბუნებრივია, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ არ გვეშინია და არ გავჩერდებით, არ ვჩერდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხადია რომ ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ჩვენზე. გვეშინია იმის რომ ისინი იჭერენ სრულიად ყველას, გვეშინია ერთი სიტყვის თქმისაც კი, იმიტომ რომ შეიძლება ეს გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ და ვართ უფრო ფრთხილები. რა თქმა უნდა, ეს აისახება გარეთ მდგომთა რაოდენობაზეც და ალბათ აისახება, არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრი იმედია ვწდები, 4 ოქტომბერს გარეთ გამომსულთა მდგომარეობაზეც და მათ სიფრთხილეზეც. მე მესმის თქვენი აზრი როგორც არის ამასთან დაკავშირებით, რომ გირჩევნიათ უფრო ისეთი, არ ვიცი, კონკრეტული მოქმედებები გატარდეს, ვიდრე უბრალოდ გარეთ გასვლა და მე ისევ სახლში შესვლა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად არის ეს შესაძლებელი ადამიანებს, რომლებიც ესეთი განყენებულები არიან, ესე ემუქრებათ დაჭერა ყოველ ნაბიჯზე ნებისმიერი მოქმედების გამო შეიძლება წლობით ჩასვლან ციხეში, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს იმის გამოსავალი, რომ უფრო მეტად გაბედულები ვიყოთ, არ გვქონდეს ეს შიში და ეს დავამარცხოთ. მოკლედ გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. ხო, ნუ რა მგონია ამისათვის რაღაც გარკვეული თანხმედრა გვაქვს მე და სანდროს ალბათ მოსაზრებებში. ერთი რასაც ქვია სიმართლე და გამჭვირვალობა, მეორე კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც გამოვლენ აი ამ რაღაცეებიდან, რაზეც სანდროც ლაპარაკობდა და მეც გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები, მათ შორის ტყუილებშიც, უბრალოდ, რა ვიცი, მე ტყუილებს არ ვლაპარაკობ და ამიტომ მქონდა პრეტენზიები სანდროსთან. რაც შეიძლება გამჭვირვალე პოლიტიკური ასე ბირთვი უნდა იყოს, რომელიც გარკვეულ ალტერნატივას შესთავაზებს ადამიანებს და მათ შორის ბრძოლაში ბოლომდე დგომას შესთავაზებს მათთან ერთად.
და კონკრეტული მიზნები ექნება. და მესამე არის რომ ბრძოლის მეთოდი, თუნდაც დამომორჩილებლობის და წინააღმდეგობის მას შემდეგ რაც რამოდენიმეჯერ ნახეთ რომ ასეთი ფორმით არ ამართლებს, გაცილებით სხვა ფორმებიც არსებობს, ნაკლებად ფიზიკური კონტაქტის საჭიროების მქონე და მათ შორის ნაკლებად დასჯადი ამ ბოლო 8 თვეში, ასე ვთქვათ, შემოტანილი დამატებითი რეპრესიული კანონმდებლობით. ხო, ბევრი რაღაცა, ასე ვთქვათ, გავფლანგეთ, ბევრი დრო გავფლანგეთ ყველამ ერთად, ალბათ მოქალაქეებმაც და პოლიტიკოსებმაც, მაგრამ სანამ ბევრი ხალხი იდგა რუსთაველზე, იქ საუბარი იყო საჭირო ერთმანეთში, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის, მოქალაქეებს შორის, მოქალაქეებს ერთმანეთს შორის და ასე შემდეგ, რაც ასევე არ ვიცი სხვასთან პრეტენზიას აყენებს სანდრო და არც მის პარტიას უთქვამს არაფერი ხალხისთვის, ასევე იყო ლაპარაკი რომ კონსტიტუციაზე უნდა გვესაუბრაო ხალხთანო და მათ ამის ფინანსური რესურსიც ჰქონდათ და წამოეწყოთ ეს არავინ ხელს არ უშლიდა და ეს ყველაფერი რასაც ვიძახი გადამოწმებადი ფაქტები არის, ლაპარაკი იყო ჩვენ იმის მაგივრად უკვე ლაპარაკავთ. ეხლა ამ წუთასაც ეგ თქვი, როგორი ქვეყანა უნდა იყოს მას მერე რაც ეს ყველაფერი მოხდება საქართველოს, მაგის მაგივრად თუ რაღაცა ციგიჟეებით იყვნენ დაკავებულიო, ესეთი რაღაცა იყო თქვენგან ნათქვამი, რა გიშლიდათ ხელს, არაფერი ხელს, არაფერი ნუ TikTok-იდან 50 კაცს რო ელაპარაკებით ლაივში, სანდრო ეგ ცოტა არასერიოზულია, მე ლაპარაკი მაქვს, თუ შეიძლება დამასრულებინე, თუ ანუ თქვენ შენ პრეტენზიებს ხო უსმენთ, თუ შენ პრეტენზიებს ხო უსმენთ, ეხლა მოდი შენ პრეტენზიებს მოусმინე. ღიად ყვილებს არც ყველაფერი გადამოწმებადი ადამიანები შეამოწმენ, ვინც გვიყურებენ და იმათმა გადაწყვიტონ მე ვიტყუები თუ შენ. ლაპარაკებით ქუჩაში და არ გილაპარაკე როგორი უნდა იყოს, როგორი არა ერთი წუთი აქ ლაპარაკი იყო, ერთი თუ შეიძლება ერთი წუთი რა ხალხს ქუჩაში ვისელაპარაკებ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოები რო კიდევ ხო ანუ ეგ ტყობა ეგ გონია. იცი რომ 20 წელი რუსთაველზე ვიყავი, როცა თარგმნები იყო და ოპერასთან მიდექი სანდრო დავასრულებინათ. ძალიან დაფასებელია, მადლობა სანდრო დავასრულებინათ. რო აიცეთ ყულს როგორ და მე საწახვედი. ანუ ვერ დაარწმუნე, ანუ 20 დღეში დაიშალა პროტესტი. კი, მე უკვე 20 დღეში დაიშალა პროტესტი. ოკეი, არა ამას მაყურებელი შეაფასებს მარტივი კადრები ასე. რამდენი ხანი, მოდი აი ეს ტყუილი კობახიძესავით მართლა ეს რაღაცა IQ რაღაცას დილობა რაღაცას. აი მაგას იმეორებ ჩვეულებრივად ანუ ქოცურ ნარატივზე ზიხარს ანუ ქოცურ ნარატივზე არა. 20 დღე მოდი ერთსა დამასრულებინე, გავიმეორებ შენ სიტყვებს 20 დღე მიმდინარეობდა პროტესტი, 20 დღის მანძილზე ესაუბრებოდი ხალხს, ისე გამოვიდა რომ შენი საუბრით ეს ხალხი ვერ დაარწმუნე და ვერ შემოიკრიბე, ანუ ის რასაც შენ თავაზობ ადამიანებს აბსოლუტურად უინტერესოა, ან უბრალოდ უნარები თუ შეიძლება დამასრულებინე დაშლილა, თუ შეიძლება დამასრულებინე ასობით ადამიანს როცა ესაუბრე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვის ადამიანი და შენ იძახი რომ 20 დღეში ეს პროტესტი შემოგეშალა თვალწინ. მე არა, ზოგადად ყველას შემოეშალა, მათ შორის შენც არ პასუხისმგებლო ორგანიზატორი არავინ არ იყო მაგისის. არავინ არ იყო თუ შეიძლება დამასრულებინე, არავინ არ იყო. აი ჩვეულებრივ ქოცურ ნარატივზე ქოცურ პროპაგანდას მიმეორებ. ქოცურ პროპაგანდას ფაქტებს გიმეორებ. კი, ქოცური პროპაგანდაა, ეგ რო ვიღაცა წინ გაუშვეს და ვინ გაუშვა, ან ვინმე მუბძანა რო წადი ხო? ვინმე სუბძანა. გააჩერე შენიანები, შენ ეხაც გაჩერებული ხარ და კოლაბორაციაში ხარ რუსულ რეჟიმთან. კი, სანდრო და კი პასუხებსაც გაურბი ხარ. მე რა ვარ ეს ყველამ კარგად იცის, კი. გიორგი, შეგიძლიათ გააგრძელოთ. ხო, რა შეეხება, არ ვიცი ხა სხვა მე ცოტა სხვანაირად უყურებ, სანდრო სხვანაირად უყურებს და შესაბამისად სხვა ლოგიკურ ჯაჭვში ვარდება გარდა იმისა, რომ კოცურ პროპაგანდაზე ზის თვითონაც ამ მესიჯებზე ხშირ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და კობახიძის სიტყვებით გველაპარაკება. მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ ამ ქვეყანას თუ გადაწყვეტილი აქვს რაც კონკრეტული მიმართულებით სვლა და რუსული ყაიდის მოწყობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს და მათ შორის რუსული გავლენები გარედან უნდა დამთავრდეს, პირდაპირ მართვა რაც არის ამ წუთას დადასტურებული მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიერ, დადასტურებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და დასანქცირებული კონკრეტული აგენტურული სამუშაოსთვის არსებობს მისი მაღალჩინოსნები, გენპროკურორი მაგალითად, კიდე ბევრი სხვა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ეს ქვეყანა გვინდა, რომ იყოს ევროპული ყაიდის ქვეყანა, გვინდა თუ არ იყოს ეს ქვეყანა თავისუფალი ქვეყანა, თუ მივდივართ რაღაცა რუსეთის სატელიტობისკენ, სადაც რაღაცა ესე ფიქტიური ოპოზიცია ეყოლება ქართულ ოცნებას, როგორც არ დავკონკრეტები, რომ ეხლა რაღაცა კვლავ არ ჩამერთონ იმაში საუბარში, რომელიც რაღაცა ესეთ ფასადს გაუკეთებს, რომელიც რაღაცა მოგვატყუებს ასევე რომ განგას კონკრეტული ინიციატივების სანაცვლოდ რაღაცა ქართულ ოცნებასთან რაღაცა ხელს წევს და რაღაცა ისე რა ქვია, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ურჩევს, რომელიც 5 წელი ვერ აირჩიეს. კარგით. ბოლო ბლოკზე გადავდივართ.
შეგვიძლია რომ შევაჯამოთ დღევანდელი დებატი და თქვენი პოზიციებიც, რატომ ფიქრობთ რომ არ ვიცი გამარჯვებული ხართ ამ დებატში, უპირატესობით სარგებლობთ, რამეს თუ დაამატებდით, რაც არ გაჟღერებულა ან ხალხისთვის გინდათ რამის თქმა, 2 წუთი გვექნება ამისთვის. მოდი სანდრო, თუ არ იქნების წინააღმდეგი თქვენ დაიწყოთ. ძალიან რთულია, როცა ძალიან დიდი დაგროვილია რაღაც ტყუილების მასივე, რაღაც ერთ დებატში თქვა რომ ვიღაცა დაამარცხე, არ დაამარცხე, მე არ ხვდა მის ზოგადი მოლოდინი, იმიტომ რომ ესმის აი ხალხ ჩანს რაღაც წენები, რაღაცები, რამდენი წლის ამბავი და ხან იაგოზე, ხან ბახოზე და ასე შემდეგ იქ დამბლოკეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გიორგისთან ნაკლები პრეტენზია მაქვს, იმ გაგებით რომ სცენას გიორგისთან პოლიტიკოსი უნდა იჯდეს. პოლიტიკური პარტიების ამაშია საქმე, ამაშია პრობლემა, რომ სიამდვილეში ხალხი ვისთვისაც უნდა კეთდებოდეს რევოლუცია, ვისთვისაც უნდა მიდიოდეს ადამიანი არჩევნებზე, ვისთვისაც ეს კეთდება. ვინც ამბობს რომ მე მინდა მთავრობაში, გიორგი ამბობს რომ მე მინდა პრემიერ-მინისტრიო, ოკეი, შემდეგო, შენ გინდა, ოკეი, მაშინ დაფრე პოლიტიკოსი ხარ, გილოცავ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ხალხი, ვინც მართლა ეს საზოგადო ჩაქმულია, რა ვიცი, იქნება ნაცმოწმობა, იქნება ლელო არაკიშულობის არის, ის ხალხი, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს და ქოსების დამხობას აკეთებს, ან რაღაც არჩევნებში მიდის, ის ხალხი უნდა ლაპარაკობდეს და ამიტომ თუ ეს დისკუსია ოდესმე დაიწყება, ბევრი ეს საკითხი, რომელიც აქ ლაპარაკი იყო, კალენდარში რაღაც ისულერო, თუ ჩვენს გამოაირჩიეს და თუ ჩვენს კავშირს ვერ ერჩევდნენ და მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააქვს სანდრო მაგას. მე არ პრობლემა არ მაქვს ძალიან კარგად მომიქცე. კი არა, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ. ზოგადად იგივეს. ოკეი, ფაქტს ვაფიქსირებ. აი ეს ყველაფერი დაიღეჭებოდა, გაირკვეოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი ამ მაყურებელს უნდა დაინახოს, რომ უამრავი საკითხი არსებობს. გაყალბება, პროტესტი, რა ვიცი, არჩევნები, დამხობა, მეგობარი აქტი, აი მეგობარი აქტი რო ტყუილი იყო, ეს როგორ ხოშლება გაიგონა ადამიანს, რომ მეორე აქტი ისე დაიწყეს, რომ პირველზე ვითომ არაფერი არ მოხდა. აი ადამიანი თუ მიხვდება, რომ უამრავი საკითხია, აი შეიძლება გიორგის მხარდაჭერი, გიორგის მხარეს იყოს, ჩემ მხარეს იყოს, მაგრამ თუ მიხვდება, რომ ამდენი საკითხია, რომელზეც ალაპარაკოა და პოლიტიკოსები რომელზეც ალაპარაკობენ, და უბრალოდ გაურბიან საუბარს. წასულში ჯაფარა ახსენე, რაღაც არ იქნებოდა უამრავი პრობლემა, გაუგებრობა რომ ის დამძარიყო დელაპარაკა საჯაროდ. იმასაც სალაპარაკო იყო და ვერ გაბედა. რა ვიცი, ლელო იქნება ეს დღეს, ნაცები იქნება გუშინ, თუ ვიღაც კიდე სხვა, სანამ ეს არ მოხდება, არაფერი. რატომ არასდროს არ ახსენებთ აი ამ ცუდი პარტიების? იმიტომ რომ როცა შენ ტერს ებრძვი და უკან გიდგას შიმპანზე ავტომატი და გესვრის, თავარი ამოცანა შიმპანზეს გაერკვიო. ხო და სანამ ოპოზიციაში ავტომატიანი შიმპანზები დარბიან, მე ქორწილზე ვერ მოვერევი. ამიტომ მე ავტომატიანი შიმპანზები და მოვიშორო. ამით არ დაკავებ. კარგი, გასაგებია, მადლობა. გიორგი, შეგიძლიათ რომ თქვენს დაიწყოთ შეჯამება, რისი თქმაც გინდათ, ან არი თქვა და დაამატებთ. ხო, შეჯამებას რაც შეეხება, ხო, არ ვიცი, ხა პოლიტიკოსის რაღაცა კრიტერიუმები არსებობს ეთყობანო. კარგია რომ შევთანხმდით ამაზე მაინც, რაც შეეხება ხო ქართულ ოცნებაზე რატომღაც კრიტიკული ასე ვთქვათ შეფასებები ძალიან უჭირს სანდროს და ასევე უჭირს მის პარტიის ყველა მხარდამჭერსაც მათ შორის ძალიან უჭირს რომ რაღაც კონკრეტული თქვან ის შეფასება მიცნე რაც არის ქართული ოცნება მუდმივად საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე რაშიც რაღაც გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები და მათ შორის იმაში ვეთანხმები რომ დებატებზე დაждდომა მოხდეს და დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს გამჭვირვალე უნდა იყოს ოღონდ ამ შემთხვევაში მათზე როცა საუბრობს რომ გარბიან საიდანღაცო ისევ და ისევ იმ სიმართლესთან მივდივარ რომ ანუ გაქცევაში არც თვითონ არიან სუსტები და ნუ მესამე მინდა ხა ამ შემთხვევაში უბრალოდ სწორად აღვიქვათ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ არჩევნების მოგების რესურსები ამ სისტემით რამდენად გვაქვს თუ გვაქვს რა შემთხვევაში გვაქვს ამ სისტემით ეხლა რაც არსებობს იქნება ეს ვადამდელი საპარლამენტო თუ ეხლა ამ არჩევნებზე საუბარიც აღარ არის რაღაც ერთთვიანი კამპანია ჩაატარეს რაღაც ცირკი რომელიც არ ვიცი საერთოდ რის მობილიზაციას გააკეთებს თუ არჩევნებში გასვლას აპირებდნენ რაღაც ერთი წელი ქონდათ ამისთვის მოსამზადებლად, ამიტომ ეს არჩევნები თუ რაღაცა სპეცოპერაციაა ჩემთვის მაგალითად არც არის ინტერესისაგანი, ჩემი ინტერესისაგანია შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ ადამიანად ჩაინიშნება და ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის რაღაცნაირად იმის მიღწევა, რაც აქამდე საქართველოს ისტორიაში არ მიღწეულა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და იმ ამორჩევლებმა, რომელსაც ხმის უფლება აქვს, მოდიოდნენ არჩევნებზე არა 55%, არამედ არჩევნებზე მოდიოდნენ 75% და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, რაშიც ასევე სანდროს ვეთანხმები, როდესაც უკვე იქნება სიმართლე და გამჭვირვალობა და ერთმანეთთან არგუმენტირებული საუბარი და არა პირადი თავდასხმები, როდესაც პასუხი არ გაქვს რაღაცაზე, რომ არ თითქოს ვიღაც უზრდელია, ან რაღაცა პროვოკატორია, როგორც მეძახდა მისი პარტიის წევრი, ან რაღაცა კიდე ესე ვქვია,
რომ შენ რაღაცა ის არ ახარ, რათაც ხა აქ პოზიციონირებ. ანუ მე კონკრეტული ფაქტები მაქვს, კონკრეტული პრეტენზიები აქვს, მათ შორის კონკრეტული პოლიტიკოსებისგან, რომელსაც ხმას ვაძლევ, ჭირდება ანგარიშ ვალდებულება არის მთავარი და როდესაც ანგარიშ ვალდებულებას პოლიტიკოსი გაურბის, ის სხვის რაღაცა მინუსებზე არ უნდა საუბრობდეს ჩემი აზრით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი დებატი. მგონია რომ საინტერესო თემა იყო საკმაოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გავეცით პასუხი და ყველაფერი ვერ მოვიცვით, იმიტომ რომ დროში ვართ შეზღუდულები და ეს თემა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი შემოთავაზება ძალაშია, შეგვიძლია რომ მოვიდეთ და ვიდებატოთ, როცა გნებავთ იმ საკითხზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, თუ თქვენც იქნებით დაინტერესებული, რა თქმა უნდა. ვიმედოვნებ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო ეს გადაცემა, რაღაც ღირებული მიიღეს, დასკვნები გამოიტანეს, დარწმუნდნენ ან მიხვდნენ, არ ვიცი, თავის გადააფასეს თავის შეხედულებები. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაცა სარგებელი მაინც გავაკეთეთ იმით, რომ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დებატები შევუმატეთ ქართულ საზოგადოებას. ვიმედოვნებ, რომ უფრო ხშირი გახდება მსგავსი დებატები, რომელიც იმედია, რომ დაახლოებს, გაარკვევს ადამიანებს ერთმანეთთან, გაარკვევს საკითხებს და არა პირიქით არ გამოიწვევს მათ შორის შუღლის გაღვივებას. მე ამას ვიმედოვნებდი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. თქვენ კი შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ, ასევე გამოყვათ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და TikTok-ზე. მადლობა და კარგად. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.